ბათუმი მერის მოლოდინშია. პირველად ქვეყნის ისტორიაში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. მერის ხელახალი არჩევნები 12 ივლისს გაიმართება. პრემიერი ღარიბაშვილი არჩევნებამდე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური რადარიდან გაქრობას პროგნოზირებდა. შედეგი ასეთია. საქართველოს მასშტაბით 8 თვითმმართველ ქალაქში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. მათგან 4 ქალაქში ერთმანეთის პირისპირ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი ქალაქი სწორედ ბათუმია. მაშინ როცა 122,000 ბათუმელიდან პოზიცია 15 ივნისის არჩევნებზე მხოლოდ 48,000-მა მოქალაქემ დააფიქსირა ველოდებით თუ არა ამ მრჩევლის გააქტიურებას 12 ივლისს. როგორ არჩევანს გააკეთებს ბათუმი? რა კამპანია აწარმოეს კანდიდატებმა 28 დღის განმავლობაში? ვინ მოიპოვეს ნდობას და ვის გადასცემს მოსახლეობა ქალაქის მართვის მანდატს? ერთმანეთის პირისპირ გადაცემა დეტალებში მმართველი კოალიციის რჩეული გიორგი ერმაკოვი და ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი გიორგი დიასამიძე. თქვენ უყურებთ გადაცემა დეტალებს, მე ნათია კერცხელი ვარ, გამარჯობა. დიდი მადლობა რომ ღებულობთ გადაცემაში მონაწილეობას და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე აქვე მაყურებელს შევახსენებ ჩვენი Facebook-ის გვერდს, თქვენ შეგიძლიათ გადაცემა დეტალების Facebook-ის გვერდზე, ჩვენ მოგწეროთ შეკითხვები და უსვათ პირდაპირ ეთერში შეკითხვა მერობის კანდიდატებს, რომელზეც პასუხებს თქვენ სწორედ მათგან მოისმენთ. ბატონო გემო, თქვენგან დავიწყოთ 50%-იანი ბარიერის დაწესებას, დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებლად მიიჩნევს მმართველი გუნდი, ნაციონალური მოძრაობა კი საარჩევნო გარემოს რეპრესიულს და არადემოკრატიულს უწოდებს. ეს განცხადება პრინციპში თქვენს ოპონენტს ეკუთვნის. როგორც საარჩევნო გარემო გვაქვს და რა საფეხურები გაიარეთ თქვენ ამ 28 დღის განმავლობაში იმისთვის, რომ თქვენ არჩევნებში გაიმარჯვოთ? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ დაგპატიჟეთ და მოგვეცა საშუალება ხანმოკლე, მაგრამ բոլ შემთხვევაში გარკვეული დროით გავსაუბრებოდით ერთმანეთს, მივესალმებით ტელემაყურებელს. ჩვენ არ გვაქვს დროის შეზღუდვა ბატონია, ასე რომ ეს დებატებზე იქნება დამოკიდებული. პირველ რიგში ჩემს ხარდამჭერებს და მადლობას მივახსენებ მათ, რაც შეეხება საარჩევნო გარემოს მე ვთვლი და არაერთხელ განმეცხადებია, ეხლაც ვამბობ, რომ საარჩევნო გარემო იყო ძალიან მშვიდი, ჩემი ობიექტური მოსაზრებაა და ასე ვფიქრობთ ალბათ ყველა, რომ არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში, სხვა წინა პერიოდთან შედარებით, რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს 50%-იანს, რომლის გადალახვაც მოუწია და მოუწევს კიდევ ერთხელ ამბობ მერობის კანდიდატებს, მიმაჩნია, რომ აი იმ წინა ისტორიიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გქონდა და როდესაც ეს არჩევნები მიმდინარეობდა კომუნისტური პერიოდიდან დაწყებული, უკვე დამოუკიდებლობის პერიოდით დამთავრებული, ყოველთვის ყველა ხელისუფალი ცდილობდა, რაც უფრო შეიძლება ყოფილიყო ბარიერი ძალიან დაბალი. სწორედ იმისათვის, რომ რაც უფრო შეიძლება მარტივად მომხდარიყო, ვთქვათ, ბარიერის გადალახვა. მე ვთვლი ბარიერის არსებობა 50%-იანი ადგილობრივი თვითმმართველობის შემთხვევაში არის მაჩვენებელი და ხარისხის და იმისა, რომ მოსახლეობის ნდობა თვითონ პირველად არჩეული ქალაქის მერისადმი უნდა იყოს დიდი. მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველმა ტურმა გვაჩვენა, რომ მოსახლეობის სრული შემადგენლობა, ვთქვათ, ან უმეტესი ნაწილი არ გამოცხადდა არჩევნებზე და ვთქვათ, თავის მოქალაქეობრივი ვალი არ მოიხადა და არჩევნები, ვთქვათ, არჩევნებზე გამოცხადებული ბათუმელების რაოდენობა იყო შედარებით მცირე, ასე რამ გამოიწვია ეს მიზეზი და რატომ მოხდა ეს ცალკე მსჯელობის საგანია, მაგრამ ვთვლი, რომ არჩევნები მაინც კიდევ ერთხელ ჩადარდა მშვიდ, ნორმალურ დემოკრატიულ გარემოში, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც იყო 11 მერობის კანდიდატი, როდესაც მრავალი პარტია აღებულობდა მონაწილეობას არჩევნებში. თუმცა მეორე ტურს მაინც არ ელოდეთ, ბატონია. არა, თავისთავად ახლა ყველას ჰქონდა ჩვენი გათვლები, ხო? მე არც იმას ველოდი, ვთქვათ, მეორე მხარე, რომელიც ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას, იმას მოუწევდა მეორე ტურში მონაწილეობა. ახლა ეს ჩემი შეხედულება იყო, მაგრამ მოხდა ეს პროგნოზირება ყველაფრის შეუძლებელია, ცოტა რთულია, ქონდა შიდა კვლევები, იყო საერთო კვლევები, ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაც არსებობდა, რომელიც შესაბამისობაში ვერ მოხდა, ვთქვათ, და მიახლოებით მაინც ვერ დაამტყვია შედეგები მეორე ტურისა. მაგრამ ვთვლი მაინც, რომ ამ პირობებში ყოველდღიური კონტაქტი მოსახლეობასთან და ამ მრჩეველთან და შესაბამისად მარტო ამაზე დაყრდნობილი არ უნდა ყოფილიყო. იმ ხარდამჭერების გამოუცხადებლობას, ანუ ელექტორატის, რომელიც მხარს გვიჭერდა, ამაში დღესაც ვარ დარწმუნებული, რომ მოსახლეობის 60% დაახლოებით შეიძლება უფრო მეტი მხარს მიჭერს და აუცილებლად ეს ნება აღსრულდება და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ 12 რიცხვში ნამდვილად დასრულდება ყველაფერი და ქალაქს ეყოლება არჩეული მერი და ერთად ვიზიებებთ ამ გამარჯვებას. დიდი მადლობა, ბატონო გიორგი. არ გელოდათ ბატონო გიორგი ამბობს, რომ თქვენ არ გელოდათ, ასე ვთქვათ, მეორე ტურში. შესაბამისად, თქვენი პროცენტი პრინციპში გაცილებით ნაკლები იყო იმ პროცენტთან შედარებით, რაც ქართულმა ოცნებამ აჩვენა. ხართ თუ არა ქართული ოცნების კონკურენტი? დავიწყოთ იმით, რომ ბატონი გია არ გველოდა, ეს მისი შეხედულება, კი ბატონო. მე პირადად გეტყვით, რომ 15-ში რაც მოხდა, იმას აბსოლუტურად არ ველოდი. ეს ცოტა შორს იდგა დემოკრატიული არჩევნებისგან, მაქსიმალური გამოყენება ადმინისტრაციული რესურსების,
იყო გაყალბების ფაქტებიც, იყო რაღაც კარუსელები და ასე შემდეგ. პირველ რიგში ამას არ ველოდი. იქნებოდა თუ არა მეორე ტური. საკუთრებია ჩვენ მზად ვიყავით მეორე ტურისთვის. და ვიცოდით, დაწუნებული ვიყავით, რომ მეორე ტურში აუცილებლად გავიდოდით. რაც შეეხება 50%-იან ბარიერს, ნამდვილად ვთვლი, რომ ეს არის დადებითი, ოღონდ ეს იქნება 50%-იანი ბარიერი თუ არ იქნება, ამას არ აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა, როგორც მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არჩევნები ტარდებოდეს პოლიტიკური დევნის, რეპრესიების, ბანდიტური თავდასხმების გარეშე. არა, მე გეთანხმებით, რომ ეს არ არის ცუდი. არ გეთანხმებით, რომ ეს არ არის ცუდი. გადაწყდა, თქვათ, ამ ფორმით და დადებითად. ყველაფერს აქვს თავისი დრო. ხო, მით უმეტეს ისეთ სისტემასთან გვაქვს საქმე, როგორც არის არჩევნები. ამ ქვეყანაში მე შეგახსენებ მაგალითად იმას, რომ დღევანდელი მთავრობა მოდიოდა მთავრობაში, მაშინ გვერდებოდა და ერთხელ და სამუდამოდ ბიომეტრიული სიები იქნებოდა და ამას ვერეშველა თითქმის 2 წლის განმავლობაში ეს მე მოაგვარეს და ხა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბარიერის არსებობას მივესალმები, მაგრამ ის გარემო რომ მასში სტარდება არჩევნები, ჩემთვის არის მიუღებელი, ეს არის ძალიან ბევრი მაგალითი კლასიკური პოლიტიკური დევნის. თქვენ გააკეთეთ არა პოლიტიკურ დევნას გულისხმობ. კი ბატონო, თქვენ გააკეთეთ პოლიტიკურ დევნაში რას გულისხმობთ ბატონო გიორგი? თქვენ თქვით რომ პარტიის წევრების დაჭერას, ცემას, ასე შემდეგ რა. იმასაც მაგალითად ბათუმში მოხდა, იმასაც თბილისში ხდება. გულისხმობ ფაქტებს, რომლებიც ფაქტები პირდაპირ დაუკავშირა გიორგი ერმაკოვის სახელს. არა, ბოდიში ხდება პირდაპირ ვიღაცასთან ამის დაკავშირება. შტაბთან იყო ეს საკითხი დაკავშირებული და შესაბამისად ჩვენ არაერთხელ მოგვიწდა. მე ძალიან გთხოვთ ერთი წუთით განცხადებებში, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით, ნათქვამი იყო, რომ გონივრული ეჭვი არსებობს იმის, რომ პოლიციაზე ხდება რაღაც გარკვეული ზემოქმედება და რომ არსებობს რაღაც საკითხები, რომლებსაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვღებულობთ ლოგიკურ პასუხს. კონკრეტული პირების დანაშაულზე ჩვენ არასდროს არაფერი არ გვითხოვს, იმიტომ რომ კონკრეტული პირების დანაშაულს ჭირდება, რომ ხელში უნდა მქონდეს ნივთკიცება. ნივთკიცება თუ მაქვს ხელში, ვალდებული ვარ პოლიციაში წავიდე და ჩავაბარო ეს ნივთკიცება რა. ან თუ რაიმე ინფორმაცია მაქვს, ეს არის მოქალაქის ვალე, რომელიც უნდა შეასრულოს. თუმცა მოუხდა მაინც ამ ორი საკითხი პატარა კომენტარის გაკეთება მინდა, ორი შეკითხვა მაქვს ადმინისტრაციული რესურსთან დაკავშირებით, ეს ერთი შეკითხვა მაქვს, რომელსაც საუბარი არის და ადმინისტრაციული რესურსი ალბათ ეხება მათ შორის მერიის, თქვათ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ეს ერთი, რაც შეეხება მეორე სამართლებრივ შეფასებას, თქვათ, მოდი ესე დავარქოთ ცოტა სულუქად, არ დავარქვათ ამას ბრალდებები, ცოტა მე სკეპტიკურად ვდგები და ძალიან სერიოზულად არ ვღებულობ ამ განცხადებას, როცა განცხადებას აკეთებს საერთოდ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია იქნება ეს თუ ფიზიკური პირი იქნება, სხვათა შორის მინდა იცოდეს ყველა დროს სამწუხაროდ სისხლის სამართლის კოდექსში მუხლის ცილისწამება ამოღებულია და ამიტომ რთული ხდება, უფრო მეტი საშუალება მიეცა ზოგიერთებს იმისა, რომ აი ისეთ სუბიექტური განცხადებები აკეთონ ყოველდღე დაუსაბუთებელი და დღეს სხვათა შორის მე არ მიყურებია ამ გადაცემებს გარკვეული დროის განმავლობაში, რაღაც პერიოდის განმავლობაში მე გადავახვი ვნახე, იქ პირდაპირ იყო საუბარი იყო ჩემი გვარის ხსენებაზე, იყო საუბარი შტაბის მიერ წარგზავნილ ადამიანებზე, მე კიდე ერთხელ ვამბობ, თუ კი ერთი ფაქტი მაინც არსებობს. სამართალდამცავი ორგანო არის დამოუკიდებელი, მასში მონაწილეობის უფლება შეუძლია მხოლოდ პროცესუალურ პირს. ეს არის ადვოკატი. შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, შეიძლება საჯარო ინფორმაცია მიიღოს მოქალაქეებმა, მაგრამ უშუალოდ ესეთი განცხადებების გაკეთება ყოველდღე დაუშვებლად მიმაჩნია ეს ერთი და ამას არაერთხელ ვაცხადებდით და გუნდიც მთლიანად, ხელმძღვანელობაც მთლიანად და მეც პირადად რომ ყოველგვარი ძალადობა ჩემთვის მიუღებელია. რომელი პარტიის წარმომადგენლის მიერ არ უნდა იყოს ეს განხორციელებული, რომელი ფიზიკური პირის მიერაც არ უნდა იყოს განხორციელებული, განსაკუთრებით არა აქვს მნიშვნელობა ეს წინასაარჩევნო პროცესი იქნება, თუ არჩევნების შემდგომი პროცესი იქნება, მოქალაქის უფლებები და თავისუფლები უნდა იყოს დაცული, ეს ერთი. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ბატონო გია, როგორ ფიქრობთ, მერიის ადმინისტრაციული რესურსი როგორ გამოვიყენე მე, როდესაც თქვათ, აი ჩემი ურთვიანი საქმიანობის პერიოდში მე დავrწმუნდი რაღაც ცვლილებები ისეთი არ მომხდარა მერიაში, ახლა ამას რომ კოჰაბიტაცია დავარქვათ, ურთიერთთან ცხოვრება დავარქვათ თუ ასე შემდეგ, დაახლოებით 80% ყოფილი ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებულია მერია მთლიანად იმ ადმინისტრაციული რესურსის
რესურსით, რომელზეც თქვენ შეიძლება არ საუბროთ და სხვები საუბრობენ თქვენ გუნდის წევრები. როგორ წარმოგიდგენიათ, ვის გამოვიყენებდი მე იმ პირობებში განსაკუთრებით მაგიამ გააკეთა განცხადება რამდენიმე დღის წინ იყო. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. იმ პირობების გათვალისწინებით, როდესაც რამოდენიმე პირი თანამდებობის პირები, მათ შორის თქვენაც იცით ძალიან კარგად ეს ხო, შეიძლება არ იცოდეთ. რამოდენიმე თანამდებობის პირი, რომელიც ღებულობდა უშუალოდ მონაწილეობას არჩევნებში, სწორედ თქვენი პარტიიდან. ისინი თანამდებობის პირები არიან დღესაც, ხო, მერიაში როგორ მიგაჩნიათ ახლა მე მათთან ადმინისტრაციულ რესურსს როგორ გამოვიყენებდი. მითხარით ცვლილებები, რომელიც განხორციელდა, მითხარით თქვათ ის რაოდენობა ხალხის თქვათ პროცენტულად, რომელიც მერიიდან გაშვებული იქნა წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ადმინისტრაციული მოწინააღმდეგე პარტიის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ჩემს მიერ. დიდი მადლობა, ბატონო. დავიწყოთ იმით, რომ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც პირდაპირ საუბრებში ამბობს, რომ მას დაურეკეს და კატეგორიულად მოსთხოვეს მის მიცემა და წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირდნენ სამსახურის დაკარგვას და რაღაც სხვა უსიამოვნებებს. ეს ერთი. მეორე. ჩვენ ლაპარაკობთ, თუმცა ლაპარაკი არის კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულზე, ხო? ხა ვამბობთ მარტივ რაღაცას დღეს გააკეთა ჩვენი პარტიის ოფისში, გიორგი კირთაძემ ჩემმა მეგობარმა განცხადება. ჩვენ უბრალოდ ვიკითხეთ. როცა გვაქვს ვიდეო ფილი, რომელზეც აღბეჭდილი არიან ადამიანები, რომლებიც ქრონომეტრაჟის მიხედვით სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდნენ იმ ადგილს. როცა არის ტელეფონის ნომერი, საიდანაც ადამიანს დაურეკეს, გამოიყვანეს გარეთ, ხას უსვამ. ადამიანი გარეთ გამოვიდა ბავშვთან ერთად. ეტემაძის ფაქტს. დიახ. ეტემაძის ფაქტს გულისხმობ. ვის ინტერესში შემიძლია სხვა ფაქტები გულისხმობ. მე ზოგადად მე არავის მომისმინეთ. არ ვიცი წარმოდგენა არა მაქვს ამისთვის არსებობს გამოძიება. ესეთი მეორე პარლამენტის წევრი მოგზაურ წიგლაური, ხო? ადამიანი ასახელებს მარკას, ფერს და ნომერს მანქანის, რომელშიც ტენიდა. ამდენი ხანი უნდა ამის გამოძიება. მე ვკითხულობ, მე არა ვარ გამოძიების სპეციალისტი. მე ვკითხულობ რამდენი არა ბატონო გია, ეხლა თუცა ადამიანი მე მესმის რომ კენედის კვლევობას დიდი ხანი ჭირდება და არ მესმის რატო ჭირდება ამდენი ხანი, როცა დაზარალებული გეუბნება მანქანას, მარკას, ნომერს, ფერს, ცოტა უცნაურია და ვკითხულობ, ჩვენ არავის ბრალს არაფერში არ თუ გაქვთ თქვენი ინფორმაცია, თქვა რა ეტაპზე იგივე გამოძიება. ცოტა უხერხო გასაგებია, მეგრობის კადეტ, მაგრამ ხართ გუნდის წევრი, ამავე დროზე თუ დაინტერესდით თუნდაც ამ ფაქტით. კიდე ერთხელ ჩემონათია მე მინდა აღნიშნო მეთქი აი ბატონ გიასაგან განსხვავებით ახლა გია ექიმი ბრძანდება, მე იურისტი ვარ. ცოტა ამ საკითხებში უფრო მეტი პრაქტიკული გამოჩნდებაც გამაჩნია და თეორიული გამოცდილებაც კიდე ერთხელ ხას უსვამ, ამიტომ მინდა აღნიშნო. გამოძიება არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია კიდე ერთხელ ვამბობ. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ვის უნდა დაურეკო მე და ვის უნდა ვკითხო ახლა რა მდგომარეობაშია საქმე და აბა რას აკეთებ თქვენ. ვინ, როგორ, თავისუფალი ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიციიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ჩაერევო. შეიძლება ვიღაცას ახსოვს ის პრაქტიკა, როგორ ხდებოდა გამოძიება, რა მარტივად თავდებოდა. ახლა მოსახლეობას რო ხდებოდი რაღაც კი არა მეც ვეთანხმები სამართლიანად განცდა აქვთ იმისა, რომ სამართლიანობის აღდგენა ამაზეა საუბარი სულ და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამაზე აპელირებას აკეთებს და სწორედ უკმაყოფილების გრძნობა თუ გნებავთ, ხო, აი ჩემი გუნდის მიმართ, აი ამით გამოიხადებ, რატომ არ ხდება, რატომ ვერ ხდება. მე კიდე ერთხელ ვამბობ, როგორც იურისტი ამ შემთხვევაში, ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმე იქნება ეს. ამას სჭირდება გამოძიება, ამას სჭირდება ნორმალური გამოძიება. ამას სჭირდება სრული სამართლის დაცვა და არა ვთქვათ რაღაც პერიოდის წინ რო გავიხსენოთ რაღაცები როგორ ხდებოდა. მეც ვიყავი მომსწრე ამისა და ბევრი ფაქტია, უამრავი ფაქტია იმისა როგორ ხდებოდა. ამიტომ თუ კი ვამბობთ რომ ჩვენ აღარ ვაკეთებთ იმას, რასაც აკეთებდა სხვა. ჩვენ ვემიჯნებით იმას, რასაც აკეთებდა სხვა. არ უნდა წახვიდე და არ უნდა მიიმუშაო იმ მეთოდებით, კიდე ერთხელ ვამბობ, მიუხედავად იმისა კატეგორიულად ვქმობ ძალადობას. და ყველა ჩემი გუნდის წევრიც. ამას ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ერთი ბათუმელი, ერთი ქართველი კაცი. არ შეიძლება ძალადობა, მაგრამ გამოძიებას აქვს თავისი დრო, თავისი ვადა, მერწმუნედ გაუხსნელი დანაშაული არ არსებობს. ის გარკვეული ვადის ხანგრძლივობის შემდეგ რაც ხდებოდა ეს იყო ძალიან ცუდი, თუმცა სამწუხარო რომ მაინც მეორდება და ფიქსირდება თქვა იგივე შემთხვევები. მაინც მეორდება და ეს არის ძალიან ცუდი. კიდე ერთხელ ვამბობ და ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. ეს ახლა რომ ჩვენ შევადაროთ იქ როგორ იყო და მაშინ როგორ იყო და ეხლა როგორ ხდება და რამდენი იყო სტატისტიკა და როგორი მონაცემები იყო და რა სწრაფად იხსნებოდა სისხლის სამართლის საქმეები, მე ზოგჯერ მახსოვს ისეთი ფაქტები, ვთქვათ, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და დასრულებისა,
აი ბოდიში ამ გამოთქვისთვის ტარტაროზული სისწრაფით ვითარდებოდა ეს ყველაფერი. რაც მაგალითად ჩემთვის წარმოუდგენელია. ანუ დროშის წარმოუდგენელია თქვენ ამბობთ შესაბამისად ის ვადები რაზეც საუბრობენ არის. მაგალითად ქირურგიულ ოპერაციასთან დაკავშირებით რაღაც კონსულტაციები რო ჩაუტარო და აუხსნა რომ ეს ასე არ არის, ეს არ არის. ქირურგიული ოპერაცია ბატონო, ამ თავრობის იმის მიხედვით არ იცვლება რომელი მთავრობა არის თავში. ეს ერთი, მეორე, ხა მე ცოტა გამაკვირვეთ პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ რაღაცები ხდებოდაო მეუბნებით, რა პერიოდს გულისხმობთ ხდება? რაღაცები ძველ პერიოდსაც გულისხმობთ. რომელ ძველს? რომელს, აი თუ გინდა 10 წლიან პერიოდს, ან 9 წლიან პერიოდს. რატო ჩუკობა დავითაშვილის ცემის ფაქტიც გვახსოვს? ბატონო, მე უარესები ხდებოდა პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველა დანაშაული, რომელიც ამ ქვეყანაში არის ჩადენილი, უნდა იყოს სათითაოდ გამოძიებული და დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. მაგაში გეთავაზებთ. ეს ერთი საკითხია. ბოდიშვილი, ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხია, როდესაც ლაპარაკი არის წინამთავრობის დროს რაღაცა ხდებოდაო. იმის წინამთავრობისაც დროსაც რაღაცა ხდებოდა. ხო, და სამართლიანობის აღდგენაზე რო ვიწყებთ ლაპარაკს, მე ყველა ერთადერთი კითხვა მაქვს. ათulis წერტილად რამელ თარიღს ავიღებ? ნებისმიერი თარიღი უნდა იყოს 90-იანი წლების დასაწყის 37 წელს მანამდე 24 წლის აჯანყების ხო ამაზე ხშირად არის საუბარი და პატარა ესმინა კიდე გავაკეთო რა ძალიან დიდი ბოდიში მე წინ მთავრობის დროს რა ხდებოდა ხა დიდი ბოდიში ბატონო გიამარა მე მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ ეგ თქვენ უნდა გქონდეთ ჩემზე მეტი ინფორმაცია და თუ რამე ძალიან ხდებოდა და სისხლის სამართლის დანაშაული იყო ბოდიში ხდია მაგრამ თავის დროზეც რეაგირება უნდა ძალიან ბევრი და ეს სწორედ მე როცა ვამბობ მოსახლეობის ბატონო გია ზოგჯერ აი კიდე ერთხელ ვამბობ ძალადობას კატეგორიულად ვემიჯნები არასდროს არ მქონია განცდა იმისა რომ შეიძლება ძალადობის გზით გინდა ეს სახელმწიფოს მიერ ჩადენილი გინდა ერთხელ გეუბნებით რომ ჩვენ დავსვით კატეგორიულად ვამბობ აი დაწყებული სახელმწიფო გადატრიალებით და უშუალოდ ფიზიკური ანგარიშწორებით კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმიტომ რომ ეს საზოგადოებას ვერ წაადგება და ჩვენს ქვეყანას ვერ წაადგება ბატონო გია მაგას გეუბნებით სწორედ როცა რაღაცაზე ვსაუბრობ მე ერთი რამ თქვი ბატონო გიორგი რომ ამას სჭირდება ყველაფერს ნორმალური სრულფასოვანი და ობიექტური გამოძიება კი ბატონო და ჩვენც მაგი ვიკითხეთ ბატონო გია რომ იქ ცოტა უფრო მე ჩემი შტაბ-ბიჭდილება დამჭარო გიორგი გეტადეს არაფერი ისეთი განსაკუთრებული თქვენს მიმართ ნამდვილად არის გასაგებია პოლიტიკური წარსული ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა ლაპარაკი იყო იმაზე რომ სწორედ და სხვა ჩვენს დაზარალებული მხრიდანაც ლაპარაკი იყო იმაზე რომ ამ ხელ ამბავი მოხდა ერთხელ საავადმყოფოში მყოფი ადამიანი დაკითხეს და მე მიუხედავად იმისა რომ ჩვენი აზრით ახლა საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებს ხელში საგამოძიებო ღონისძიებები არ მიმდინარეობს და ეს ვიკითხეთ ჩვენ მე ჩვენ გარკვეულწილად ახლა ირიბათაც ვერევით უკვე საგამოძიებო დიდი მადლობა ძალიან ისწავლებს ამ თემაზე საუბარი თავარი არის ის რომ ალბათ ძალიან ჩქარა უნდა იყოს ეს ფაქტები გამოძებული იმისთვის რომ შესაბამისად ობიექტური სურათი დაიდოს თუმცა თქვენ ამ კომენტი ამ საკითხის კომენტირებსაც მაინც გავხსენეთ ასე ვთქვათ წარსული გია ერმაკოს და ხშირად ხდება ხოლმე ბატონო გია რომ საუბრობენ იმაზე რომ ვთქვათ თქვენი ასე ვთქვათ პოლიტიკური წარსული უკავშირდება სწორედ ვთქვათ ნაციონალურ მოძრაობას და არის ხოლმე ეს შეხსენების თემა. რა იყო მაშინ, თქვა, რაც თქვენ ამბობთ, რომ არ მოგწონდათ წინაფრაზა რა თქვით, პოლიტიკური კავშირი უკავშირდებაო თუ როგორ თქვით? თქვენი წინა პოლიტიკური წარსულიო? არა, დავაზუსტოთ ეს ფრაზა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი პოლიტიკური წარსულიო? კი. ჰა? მე მგონი კი. მოდით რა ვთქვა. აი რა არის პოლიტიკური წარსული? სადღაციდან რო წამოხვიდე, იქ უნდა იყო, ხო? პოლიტიკოს თუ ხარ, პოლიტიკური მოღვაწეობით უნდა იყო დაკავებული და მაშინ სადღაციდან უნდა წამოხვიდე. ხო სწორია? მე ესე ვიმაჩნია. პოლიტიკური კავშირი მე არანაირ ორგანიზაციასთან თუ არ გავიხსენებთ ბავშვობას, პიონერთა ორგანიზაციას და კომკავშირულ ორგანიზაციას, მასმერი არ მქონია არასდროს, იმიტომ რომ თვითონ ჩემი განათლებიდან და უკვე სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, კანონით მეკრძალებოდა პირველი პოლიტიკურ ორგანიზაციებში მონაწილეობა და ისე დავასრულე ჩემი ვთქვათ ჩინოვნიკური საქმიანობა, რომ ეს პრინციპი არ დარღვევლა კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე. რაც შეეხება ჩემს არაპოლიტიკურ წარსულს, ასე ხაზგასმით ვამბობ. მე კიდე ერთხელ და გულახდილად მინდა ვთქვა, რომ ეს ცხოვრება ხელახლა რო გამოვლილია, იგივენაირად გავივლიდი ზუსტად, რაც გავიარე დღემდე.
მუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, მუშაობდი გარემოს დაცვის სამმართველოშიც, მუშაობდი შემოსავლების სამსახურშიც. ყოველთვის ვიყავი ჩინოვნიკი დაამთავრე თუ შეიძლება და მე ვთვლი რომ ღირსეულად და კარგად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას და ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას. და კიდე ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, ამდენი ჩინოვნიკი ახლა ცოტა უხერხულია თავის ქებაში გამომივა, მაგრამ ჩემნაირი ხალხი რო ცოტა მეტი ყოფილიყო, ხო? ესეთი უბედურებები რაც ხდებოდა არ მოხდებოდა. და მე ვთვლი რომ იმ ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, იმ პირადი ფაქტორის გათვალისწინებით, რასაც, აი ჩემნაირი პრინციპული, რა პრინციპულობაც ზოგჯერ მე ძალიან ცუდად მიჯდებოდა და ძალიან ძვირად მიჯდებოდა. ყოველთვის იხსენებენ წინა პერიოდს, რა გაიარა ვთქვათ ოპონენტმა. მაგრამ სულ იავარდებით მოფენილ გზად წარმოაჩენენ ამ პერიოდს. იმას არავინ არ იხსენებს არასდროს. აი იმ პერიოდში რამდენი წვეტა იყო, ზოგჯერ უკანონოდ თან უსამართლოდ დაჩაგრული იყავი და დაქვეითებული იყავი. რის გამო იყავი, რატომ ხდებოდა ეს? მე ვაბრალებ ამას კიდე. რატომ იყავი ბატონ გიორგი? იმიტომ რომ ამას თავისი რაღაც მიზეზები ქონდა ყოველთვის. მაინც რა მიზეზები? აი გეტყვით, მე ვახსენე ობიექტურობა, მე ვახსენე პრინციპულობა. არასდროს არც ერთ სამსახურში სადაც მიმუშავია. ჩემი პრინციპულობისთვის და ჩემი აი ადამიანური პრინციპებისთვის და შინაგანი პრინციპებისთვის არასდროს არ მეღალატია. ყოველთვის ვცდილობდი სამართლიანად და კეთილსინდისიერად ვემოქმედა. რასაც არ უნანო კიდე ერთხელ ვამბობ და რისი დასტურიც ქალაქში უამრავი ადამიანია, უამრავი სამსახურის თანამშრომელია, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა, რომელიც მე მიცნობს, რომელიც ჩემს საქმიანობას იცნობს. ყოველთვის ვცდილობდი და ერთადერთი რაც მაქვს და რასაც დავიცავ ჩემი ცხოვრების ბოლომდე, ეს არის პრინციპულობა და სამართლიანობა. დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, ერთ-ერთ თქვენს ისე ვთქვათ ბრიფინგზე თქვით, რომ ჩვენ არ დავუთმოთ ქვეყანას გაურკვეველ დაჯგუფებებს. რა იგულისხმეთ ამაში და იყო თუ არა ეს მიმართული, ესე ვთქვათ, მართველი გუნდის მისამართი და ამავე დროს, როცა თქვენ საუბრობთ, მე მოკლედ მინდა რომ დავუბრუნდეთ ისევ ამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, თქვენ მაშინ ახსენეთ კონკრეტულად, რომ მერიაში მომუშავე პირები იყვნენ ჩართული და გამოყენებული საარჩევნო პროცესებში და ახლა მათ პარტიული აქტივით ჩაანაცვლები, იმიტომ რომ უტარებენ ტესტირებას. თქვენ არ ფიქრობთ, რომ თქვათ მათი უფლებებიც ერთგვარად დაირღვა, როცა თქვათ ეს განცხადება გააკეთეთ? საერთოდ ადამიანის უფლება ირღვევა ამ შემთხვევაში მიწოჩივე, როცა მასზე ზეწოლა იწყება მისგან რაღაც საარჩევნო აქტივობის თუ კონკრეტული ერთი ამორჩევლის ხმის მიღების მიზნით. შეეხება ზოგადად ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას, ახლა მოდით მე შეიძლება ეს რაღაცა მინდა დავაკონკრეტო და როცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ვეძახი იმას, რომ ადამიანს სამსახურში იბარებენ, ან მისი ხელმძღვანელი უკავშირდება და ეუბნება, რომ მისგან კონკრეტულ ქმედებებს ელოდება. შეეხება ბატონმა გიამბძანა რომ პოლიტიკური დაცული შემახსენე თუ ერთ შემთხვევაში მე არ მქონია აზრად იმის თქმა რომ ბატონი გიას რაღაც პოლიტიკური იმაზე ლაპარაკი არის მარტივ რაღაცას ბატონმა გიამბძანა წინა დროში რაღაცები ხდებოდა თუ ის რაღაცები იყო წინა სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტებს შეიცავდა ბატონ გიას ყველა შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონოდა მაშინაც ხო არა მე უბრალოდ ვაზუსტებ ბატონო გია ბოდიშ ვიხდი კითხვის მეორე ნაწილი ეხებოდა ჩემს ბრიფინგს. ეს ვერ განცხადებას კი. ბატონო, აი გეტყვით რა, როდესაც ადამიანი კიდევ ერთხელ გეუბნებით, როდესაც ადამიანები მარშრუტკებით მიყავთ საარჩევნო უბნებთან, როდესაც არის გეუბნებით აი პირდაპირ მტკიცებულებები იმისო კარუსელი ტრიალებს. როცა ლაპარაკი არის იმაზე, რომ დავუშვათ საარჩევნო კონვერტიდან 3 ბიულეტენის მაგიერ 4 წვივა ასეთი შემთხვევებიც იყო, როცა ლაპარაკი არის იმაზე, რომ ქალაქში 103 უბნიდან ერთი გაუქმდა და 102-ში 80%-მდე ოქმებისა ელემენტარული არითმეტიკული ბალანსი ვერ ხერხდება, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც და არის გარკვეული გაყალბების ელემენტებიც ასაგურებელი. რომელიც პირადად ჩემთვის სიმართლე ვეკითხათ გაურკვეველია ეს რაში იყო საჭირო რა. კარგით. დიდი მადლობა. Facebook-ის კითხვა გვაქვს. ძალიან მოკლედ ბატონ გეცო რომ ამ თემაზე ძალიან ერთხელ გავგვიგრძელდა საუბარი და დაგვხვდება ბევრი კითხვა. აი, როცა საარჩევნო გარემოზე ვსაუბრობთ, აი ხანგრძლივი პერიოდი გავიხსენოთ, რა წინა პერიოდი გავიხსენოთ, წინა არჩევნები გავიხსენოთ, ნებისმიერ საპარლამენტო არჩევნებია, საპრეზიდენტო არჩევნებია, აი ნებისმიერ დონეზე ჩატარებული არჩევნები, იგივე თვითმმართველობის თქვა არამერებს გულისხმობ, ანუ ჩვეულებრივად საკრებულოს არჩევნები და ისინი.
აი როგორ წარმოგედგენიათ ახლა თქვენ როცა დემოკრატიულობა, არადემოკრატიულობა კარუსელებზე ვსაუბრობთ, ხო ვისიდან ერგილი ტერმინია ეს მოსაკითხავია კიდე საერთოდ ეს კარუსელი, მე კიდე მეორე ტერმინია ცოტა სხვაგვარი კარუსელიც არსებობს, აღარ მინდა ვთქვა როგორი, ხო და აი ვისი მე არ ვახსენებ არაფერს, ხო და ამიტომ როგორ წარმოგიდგენიათ, ხო, როცა ამაზე ვსაუბრობთ, იმ პირობებში თუ კი ეს შესაძლებელია ამდენი რესურსის გამოყენება, როგორ მივედით მეორე ტურამდე, მართველი ძალა, ხელისუფლება თუ კი არადემოკრატიულობაზე ვსაუბრობთ. როგორ წარმოგიდგენიათ ეს, რომ 46% აიღოს მართველი გუნდის წარმომადგენელმა და 50%-იანი ბარიერი თურმე ვერ გადალახოს იმასაც გეტყვით აგერ. მე საერთოდ აი თვალყურს რო ვადევნებდი, ხულოს რაიონში ჩატარებული არჩევნები რა, რომელიც იქაც მეორე ტური ტარდება. ოღონდ სხვადასხვა ოპონენტი. სურათი გვაქვს როგორი 45 თუ 49 ხმა თუ არ ვწდება ზუსტად ვერ ვიტყვი, მაპატიეთ თუ შემეშალა, დააკლდა მართველი გუნდის კანდიდატს, რათა გადაელახა 50%-იანი ბარიერი. აი წარმოიდგინეთ. ამას დანარჩენი მაყურებელმა განსაზღვროს თვითონ. აქ არის საუბარი დემოკრატიულობაზე, რესურსის გამოყენებაზე და ასე შემდეგ. იმ პირობებში კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა შენი დანიშნული ადამიანები არ არიან, როგორ წარმოგიდგენიათ ჭკუად ყოფილი რომელი ოპონენტთან მივა და ეტყვის, წამოდი მე მომეცი ხმა, ან აიძულებს, რომ მე თუ არ მომცემ ხმას, რანაირი ზემოქმედების ბერკეტი უნდა იყოს. თუ ესეთი ფაქტები ბატონო გიორგი არსებობს, კიდევ ერთხელ ვამბობ. როგორც იურისტი ვაცხადებ, როგორც კარგი, დიდი მადლობა. Facebook-ის კითხვა მაყურებელი კომისიას ან მით უმეტეს როგორ დაახასიათებენ ოპონენტებს სტუდიის სტუმრები, რა პოტენციალს ხედავს გია დიასამიძე, გიორგი ერმაკოვიჩი და რას ფიქრობს გიორგი ერმაკოვი, აკლია თუ არა გიორგი დიასამიძეს ის რაც ასე ჭარბად ჰქონდა მისი პარტიის ლიდერს. როგორ შევაფასებდი ბატონ გიორგი დიასამიძეს? მე ცოტა ტექსტი რა პოტენციალს ხედავს გიორგი დიასამიძე ბატონ გიორგი ერმაკოვშიო? ეს ერთი შეკითხვა და თქვენი შეკითხვა არის ის, რომ გიორგი ერმაკოვი თulis თუ არა, რომ აკლია თუ არა გიორგი დიასამიძეს ის რაც ასე ჭარბად ჰქონდა მისი პარტიის ლიდერს. მაგ პარტიის ლიდერს იმდენი მოჭარბებული თვისებები ჰქონდა, მაგაზე ეხლა რომ ლაპარაკი დავიწყოთ ჩვენ, ალბათ მე ისე ვფიქრობ, 1-2 თვე ვერ დავამთავრებთ რა. ამ თვისებებზე საუბარს ისეთ მოჭარბებულზე და ღმერთმა დაიფაროს, ბატონი გია იმ მოჭარბებული თვისებებისაგან, რაც ამ პარტიის ლიდერს ჰქონდა რა. კარგით, გაეცით მაშინ ბატონო გიორგი პასუხი. ჩვენ მაყურებელს რა. გუნდელად მინდა თქვა, რომ აი მართლა გულით ვამბობ ამას რა. ღმერთმა დაიფაროს გია დიასამიძეს რომ ის თვისებები ჰქონდეს, რაც რატომ გეცნებათ ბატონო გიორგი? ღმერთმა დაიფაროს მეთქი კაცო. გძანით. ნაგულისხმობ ვინ არის პარტიის ლიდერში საინტერესოა ჯერ ესეთი ასე თუ ეხა პრეზიდენტია. თუ თქვენ მასე თქვით მე პირდაპირ გეტყვით იქ არის გარკვეული თვისებები რომელზეც იგივე განათლება საკუთარ ფიზიკურ აღნაგობასთან პრობლემები არა, მაგრამ განათლებაზე რამოდენიმე უცხოენის ცოდნაზე და პოლიტიკურ თემაზე უახლოა თავი ფიზიკურ აღნაგობაზე ახლა მამაკაცები ვარ და ისე ნუ იტყვით ახლა იმას ფიზიკურ აღნაგობით მე თუ მკითხავთ და მე უფრო მეტ მე გეუბნებით ეს რაღაცას როცა შეფასება ხდება ადამიანის ხდება 100% გიორგი ყველაფრის მთლიანად არ არის ეს განათლება მარტო ნამდვილად არ ვიტყოდი საშუალო იმას უარსდრო ესეთი განათლება მქონოდა და ამდენი უცხოენა და ასე ვერც ლენინს და ვერც დროს დავკარგავთ ამ თემაზე საუბარში შეაფასეთ ბატონ გია ერმაკოვის პოტენციალი და შესაბამისად შემდეგ გადავიდეთ კიდევ ერთ კითხვაზე გია ერმაკოვის პოტენციალზე ლაპარაკია როგორც ქალაქის მერის პოტენციალზე ვა ვიცი მე ვფიქრობ რომ გიას დიდი ხანია ვიცნობ ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და მე ვამბობ რომ სამწუხაროდ გიას ხავს ჩემის თანაოპონენტი. ყველა სხვა შემთხვევაში ის ძალიან წარმატებული ქალაქის მერი იქნება. დიდი მადლობა. ასევე ბატონო გია თქვენთან არის კიდევ ერთი შეკითხვა არჩევნების წაგების შემთხვევაში გააგრძელებს რა პოლიტიკურ საქმიანობაზე. ესე იგი, როგორ რაღაც არის იცი აი სიზმარს რო ნახავს გახას ადამიანი, ისეთ გახას სიზმარებს არ ვინდა ამაზე, მე პიროვნულ ურთიერთობაზე არ საუბრობ, არ მაქვს. არც განიხილავთ ამ წაგების თემას. საუბარი არც განვიხილავ, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვაფასებდით პირველ ტურს, საუბარი გქონდა იქნებოდა თუ არა პირველი ტური, მე ისიც თქვი, კიდე ერთხელ არ მინდა გადავიტანო ეს რაღაც პიროვნულ ასპექტში, მე მაქვს საუბარი უფრო და ყველაზე მთავარი ორ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც ბედის უკუღმართობით, მოდი ესე ვთქვათ, და სხვადასხვა წინაპირობების არსებობის მოხდა მეორე ტურში, რაც ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მე პოლიტიკურ ძალაზე ვსაუბრობ, არასასიამოვნოა, მაგრამ ობიექტური რეალობა რაც არის, ეგ არის.
მოსახლე შევეგუოთ უნდა, ამისათვის არის მეორე ტური და დარწმუნებული ვარ მეორე ტურში მოდი ესე ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს და ბათუმელები აირჩევენ მისთვის სასურველ მისაღებ ქალაქის მერს. დიდი მადლობა, თუმცა იმედები აქვს ნაციონალურ მოძრაობასაც ამ თემაზე. ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ პროგრამულ ნაწილზე გამოდის რომ ვერ ვსაუბრობთ, ამიტომ მეორე ნაწილში გაცემის მეორე ბლოკში სწორედ პროგრამულ ნაწილზე შედგება ჩვენი საუბარი და დებატები, მაყურებლის კითხვებით სწორედ ამ თემებზე უფრო არის მომდევნო კითხვები. რამდენიმე წუთში გაცემის მეორე ბლოკით დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ასე რომ დაგველოდეთ. ჩვენ კლავ პირდაპირ ეთერში ვართ, განცემას განვაგრძობთ დებატებით, გიორგი ერმაკოვი, გიადია სამძერიანი განცემის სტუმრები. შეგახსენებთ ასევე Facebook-ის გვერდს განცემა დეტალების გვერდზე თქვენ შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები, ჩვენთან პრინციპში რამოდენიმე შეკითხვა უკვე შემოვიდა. მე არ მინდა რომ ჩვენი დებატები ისე დასრულდეს, რომ პროგრამულ ნაწილსაც არ შევეხოთ, თუმცა ალბათ მაინც მაყურებელს ვცეთ პირველ რიგში პატივი, ბატონ გიორგი ერმაკოვთან არის ესეთი შეკითხვა, აპირებთ თუ არა უსახლკაროების საბინაო პირობების გაუმჯობესებასო. ეს არის ყველაზე რთული პრობლემა, რაც მე ვნახე, აი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, ახლა მერიაში ხანგრძლივი პერიოდი არ მიმუშავია, ქალაქს კი ვიცნობ, მაგრამ ეს სიღრმისეულად თქვათ საბინაო პრობლემა, ანუ მე მაგას უფრო სოციალურ პრობლემას ვეძახი, რომელიც ქალაქში არის, რომელსაც რამოდენიმე კატეგორია ტყობ, ქალაქში არის უამრავი საცხოვრებელი ფართი, რომელიც თქვათ 20-30-იანი, 40-იანი, 50-იანი წლების პერიოდშია შემდგომაც აშენებული, რომელიც მოდი ესე ვთქვათ, არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა პოსტსაბჭოთა პერიოდში სახელმწიფომ ეს საკუთრება თავისი გადასცა მოქალაქეებს და გახადა მათი საკუთრება, ну კი ბატონო, ამ ხანაგობის პირობებში შეიძლება რაღაც ღონისძიებების გატარება, გაფართოება, გაღრმავება, ასე შემდეგ. ჩვენ პირველ ეტაპზე გვინდა აუცილებლად, მოდი ესე ვთქვათ, სოციალური სახლი არ დავარქვათ, ამას ხელმისაწვდომი საბინაო ფონდი, რომელთან დაკავშირებითაც მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი, ანუ ხელმისაწვდომი საბინაო ფონდი, როდესაც იქნება ეს ხელმისაწვდომი თქვენი გამარჯვების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის და რა პერიოდზე იქნება გასვლა? აუცილებლად მე დამხვდა ესეც, ეს 2,5 მილიონი ლარი, რომელიც იყო ჩადებული ბიუჯეტში, რომელიც საგრებულოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ამ პროექტში მოგვიწევს ცვლილებების შეტანა, უფრო დახვეწა და სხვა მიმართულებით ამის გამოცობა, რაზეც მე შემდეგ უკვე ალბათ მერიაში ვისაუბრებ ახალ საგრებულოსთან ერთად და აუცილებლად უნდა შეიქმნას ეს საბინაო ფონდი. პლუს ამას გარკვეული კიდე არ მინდა წინასწარ ვთქვა, გვაქვს ჩვენ პროექტები თვითონ ბათუმელ მშენებლებთან ერთად, დეველოპერებთან ერთად, ინვესტორებთან ერთად საბინაო ფონდის გაფართოების, ანუ პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტი აშენებს საცხოვრებელს, ეს იქნება საპილოტო პროგრამა, აშენებს საცხოვრებელ სახლს, რომელშიც გარკვეული კატეგორიის ბათუმელებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა. ეს იქნება მათთვის ხელმისაწვდომი. ეს რას ნიშნავს გარკვეულ კატეგორიას? ვინ შევა, რას ნიშნავს ეს კატეგორია? აუცილებლად საჯაროდ უნდა იქნას შემუშავებული კრიტერიუმები, რომელზეც დაიწყებენ ლაპარაკს და იტყვიან ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ეს კრიტერიუმები ვერ შემუშავეთ. კრიტერიუმი უნდა იყოს შემუშავებული ძალიან მკაფიო და უნდა იყოს, მოდი ასე ვთქვათ, სამართლიანი. არ უნდა დასჩეს განცდა ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში, განცდა უსამართლობის, ანუ საზოგადოების ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არსებულ ფენას უნდა შეეხოს ეს. მოდი, აქ იქნება სოციალური საკითხის გათვალისწინებული, აქ იქნება ვთქვათ უარგისი, მოდი ესე ვთქვათ, ან ამორტიზირებული საცხოვრებელი, ბარაკული ტიპის საცხოვრებელი, რომელშიც ბათუმელები ცხოვრობენ გარკვეულწილად. და ექნებათ მათ საშუალება, რომ სრულებით აი კიდე ერთხელ ვამბობ, უსამართლობის განცდა არ უნდა კონდეს, იმიტომ ამ კრიტერიუმზე მუშაობა სავალდებულო და აუცილებლად შესამუშავებელი დამთავრება. და სანამ ეს კრიტერიუმი თვითონ მომზადდება, აუცილებლად ყველა მიზეზის გარეშე გეუბნებით ამას. წელს საფსახლის აშენება დაიწყება, ეს იქნება საპილოტე. დანარჩენი მე წინა პერიოდშიც მოვასწარი ქვეყნის პრემიერთანაც მქონდა საშუალება ამ თემაზე მესაუბრა. რაღაც მოსაზრებები მაგასთან დაკავშირებით გაგვაჩნია და მხარდაჭერაც, რაც თავარია
გარდა იმისა, რაც ჩვენ ბიუჯეტს გააჩნია და წელს უკვე დაიწყება თითქმის აი რამოდენიმე თვეში უკვე მომდევნო წლის ბიუჯეტზე მუშაობა დაიწყებს ამას საკრებულო და მერია, იქაც იქნება გათვალისწინებული დამატებით სოციალური პაკეტი თვითონ აი რაზეც მე ვსაუბრობდი ხელმისაწვდომ საბინაო ფონდზე, ასევე მხარდაჭერაები იქნება თვითონ ცენტრალური ხელისუფლებისგან, ცენტრალური ბიუჯეტისაგან, ისევე როგორც საჯარო ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისაგან. მთავრობას გააჩნია თავის პრეროგატივა, რომელიც მუშაობს გარკვეულ საკითხებზე და დაანონსენ თუ არ ვწდები ზუსტად აი ბარაკული ტიპის სახლებთან დაკავშირებით პროგრამა, რომელიც რომელიც აი ბანკთან ურთიერთობას და რომელიც განიხილავს საკითხს ვთქვათ საგარანტიო პირობებისა, მით უმეტეს მე ვთვლი რომ გარკვეულწილად კიდე დავაყენებთ საკითხს, როდესაც მუნიციპალურ პროგრამაზე გვექნება მსჯელობა და იქ უკვე შეღავათებზე მუნიციპალიტეტი ალბათ საკრებულოსთან ერთად მე ყოველ შემთხვევაში ვეცდები ეს წინადადება დავაყენო, რათა არა მხოლოდ ვთქვათ კრედიტის არსებობის შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი ბარაკული ტიპის ანუ მსგავსოს შენობა ნაგებობის ათვისების შემთხვევაში შეღავათი არსებობდეს მშენებლისათვის და ის ფასიანი კოეფიციენტი მე როგორც გავიგე საკრებულოს მდგომარე როცა ჩადარდა ის ფასიანი კოეფიციენტი, რომელსაც მთავრობა ითხოვს გაუქმებას, შეეხება არა მხოლოდ თქვათ ამ პროგრამაში მონაწილეს, არამედ იმ პროგრამაში მონაწილეს, რომელსაც მუნიციპალიტეტი დაგეგმავს. ამიტომ ძალიან ბევრი სიახლე იქნება ამასთან დაკავშირებით და ერთი დავამთავრე გარკვეულ დათმობაზე წახალხო დეველოპერებთან. ხომ არ დააზარალებს ეს თქვათ არა, ჩვენ კიდე ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი რამოდენიმე ბათუმელის ჯგუფის, პირთაწრის, ნებისმიერი ბათუმელის პირობა თუ გაუმჯობეს და ამ თვალსაზრისით, რასაც საბინაო ფონდი ქვია, სხვანაირად აი სოციალური ფონდიდან გამომდინარე ვთქვათ და იმ არსებული პირობებიდან გამომდინარე ჩვენ სხვანაირად ვერ გავუმჯობესებთ ამ პირობებს თუ არ დავიწყებთ ამაზე ზრუნვას. დიდი მადლობა ბატონო, იგივე პროექტთან დაკავშირებით, იგივე თემასთან დაკავშირებით არის თუ არა თქვენს გეგმაში და პროექტში გათვალისწინებული საარჩევნო პროგრამაში ამ მხრივ რაიმე გეგმა და რა იქნება გამარჯვების შემთხვევაში? ბოლოში მივაყოლო თუ ჯერ კომენტარით დავიწყო. პრინციპში ზედმეტების ფორმატი თქვენ თუ გავთ. კი ბატონო, მაშინ მოეთესე ვიტყვი და ჩვენ გვაქვს გამოცდილება და გვაქვს მიღებული შედეგიც. ამ ქალაქში მუშაობდა პროგრამა, რომელსაც ეთქვა ბათუმი ბარაკების გარეშე, არსებობს რეალური ხალხი, ვინც გამოვიდა ბარაკებიდან და შესახლდა ნორმალურ. თუმცა ეს პროგრამა შემდეგ შეჩერდა. ხო, აი ვინც შეაჩერა, იმას უნდა მოხკითხოთ. რაც შეეხება პერსპექტივას ეს არის ჩვენ საარჩევნო პროგრამაში და მე პირობას ვდებ ჩემი თანაქალაქელების წინაშე. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ეს პროგრამა გაგრძელდება, იმიტომ რომ ეს არის საშუალება მაქსიმალურად სწრაფად ადამიანები გამოვიყვანოთ ბარაკებიდან და მივცეთ მათ საშუალება, რომ ნორმალური საცხოვრებელი პირობები გქონდეთ. ეს ერთი და თავი. რაც შეეხება ვეთანხმები ბატონ გიას იმაში, რომ იგივე ძველ ბათუმში, სადაც ეს ჩვენი საყვარელი პატარა ეზოებია იტალიურ ეზოს რო ეძახიან, იქ არის ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან ბევრი ავარიული სახლია და მერის მოვალეობა იქნება და ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ამას აუცილებლად გავაკეთებთ, რომ ის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ აი ეს თვითმყოფადობა, რომელიც ჩვენ ქალაქს აქვს, მაგრამ ამავე დროს ბათუმელებზე ვიზრუნოთ ისე, რომ ეს ადამიანები არც დაზარალდნენ, არც მატერიალურად, არც ფინანსური ზარალი გაინცადონ დავუშვათ, იმიტომ რომ იქ სხვა საერთოდ ძველი ბათუმი გაცილებით უფრო საინტერესოა, უფრო ძვირად ღირიებულია, აი უძრავი ქონება და შესაბამისად მათაც მატერიალური ზარალი უნდა გაინცადონ. ხომ იქნება ბატონგია, პრინციპში ორთავის მინდა გითხრათ, რომ დაიწყება თქვათ ეს პროექტები, შემდეგ უკვე აღარ გაგრძელდება და შეჩერდება ისევე როგორც აბსოლუტურად ყველა პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ არც ერთი პროექტი არ გაგვიჩერებია. ეს ერთი, მეორე. პატარა შენიშვნას გავაკეთებ, ოღონდ ეს შენიშვნა ბატონ გიას არ ეხება, რა ეს ბატონ გიამდე იყო ობიექტური მინდა ვიყო. დეკემბერში, როდესაც საკრებულოს უმრავლესობა ახლა ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, ღებულობდა თავის აი ამ გადაწყვეტილებას და დებდა ბიუჯეტში 2,5 მილიონი ლარს იმისთვის, რომ თურმე ხელმისაწვდომი სახლის პროგრამა გაეკეთებინათ და ჯერ იმ პროგრამაში ახლა ივლისის თვეა არაფერი არის გაკეთებული და მაშინ მე და ჩემი მეგობრები ვამბობდით, რომ ეს პროგრამა არის აბსოლუტურად ზედმეტი, იმიტომ რომ პროგრამა იყო საოცრება, ეგეთი არაფერი მინახავს, ეწერა რომ 30,000 ლარი ჭირდება თურმე რაღაც კვლევას, ეწერა რომ 45,000 ლარი ჭირდება ბინის პროექტის გაკეთებას, მეტნაკლებად ადეკვატური ფასია და ამასთან პრეტენზია არ მაქვს და დანარჩენით უნდა აშენდეს სახლი თვითღირებულების
ფასში უნდა გადაეცეს პროგრამის ბენეფიციარს და მერე იმან უნდა იხადოს ყოველთვიურად ფული. და ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა ამ პროგრამამ. დაწყებული იქიდან რომ მაჩვენეთ ადამიანებს, რომელსაც ბარაკში ცხოვრობს და შეუძლია რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოველთვიურად რაღაცა სერიოზული თანხა იხადოს. დამთავრებული იმით რომ კრიტერიუმები არ იყო გაწერილი. კარგით, გასაგებია ალბათ. სხვა პროგრამები გაწერილი, მაგრამ მე ვამბობ კიდევ ერთხელ რომ ჩვენ ამას გავაგრძელებთ ისე როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით და როგორც ამ ქალაქში ადამიანებს ნანახი აქვს და ამას რეალური შედეგი მოყვა. დიდი მადლობა კომენტარის დროს აუცილებლად მოგცემ, თუმცა მაყურებელი წერს რომ თქვენთან არის პრინციპში ეს პრეტენზია. მე მაყურებელს მეც მოვუწოდებ რომ კორექტულები იყავით, როცა კითხვებს დავგვისვამთ. 50 კვადრატული დაუხურეს მხოლოდ ადამიანს, რომელიც არის სტიქი დაზარალებული, არაერთხელ მიმართეო, თავად გიორგი დიასამძესაც მიუთითე ტელეფონი, მაგრამ ამაოდო და იმედი როგორ უნდა გქონდეს. ბინის გადახურვაზე ჩემთან იყო? ყოველ შემთხვევაში ესე. არ მახსოვს ესეთი პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ტელევიზიაშიც იყო ეს საკითხი გაშვებული და ბინის გადახურვა ჩემთან კომენტარი თუ შეიძლება როგორც აგრებულოს შესაძლებელია რომ კომენტარს გავაკეთებ, კიდევ ერთხელ მე ვეხები როცა ვსაუბრობ იმ პოლიტიკურ გუნდზე მაქვს საუბარი, რომლის ოპონირებასაც მე ვახდენ, მოდი ასე ვთქვათ, კიდე ჩამოყალიბ. ამიტომ თქვენთან ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ქალაქის მერიაში არ მომუშავე, ესრულებდი იყო 2 თვე, ბატონმა გიორგი მიცის, როცა მერის მოვალეობას ვასრულებდი და 2 თვე, როცა ვიცე-მერის მოვალეობას ვასრულებდი. ერთი რამ მინდა ვთქვა, როცა ამბობენ, აი ეს თემა ჩემთვის ახალი იყო ბათუმი ბარაკების გარეშე. მოდი აი მცირე კომენტარებს გავაკეთებ. ჩემთვის მისაღები გახდებოდა ეს ტერმინი იმ შემთხვევაში და გულწრფელად გეუბნებით როგორც ერთი რიგითი მოქალაქე. მე დავთანხმდებოდი ამ ტერმინს იმ პირობებში და აი ამ ტერმინით ამ პროგრამის გაგრძელებას თუ კი არ მეწოდინებოდა იმ უაზრო პროექტების არსებობა, რომელიც უამრავია. თქვათ, რომლის ხარჯზეც შეიძლებოდა ამ პროექტის განხორციელება. ანუ ერთი სახლის გაკეთება კი არა, უამრავი სახლის გაკეთება შეიძლებოდა და უამრავი პროექტია, რომლის ჩამოთვლას დაიწყებ და ვერ დაამთავრებ კიდევ ერთხელ, რომლის განხორციელების ნაცვლად შეიძლებოდა ამ სახლების გაკეთება. ბოლო მაგალითსაც მოგიყვანთ, აი ბენზეს ტერიტორიაზე არის 77 ეგრეთ წოდებული მემორანდუმი გაცემული. რომელი მემორანდუმიც მეც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, შიგ რა წერია. 2009 წელს გაფორმდა ეს მემორანდუმი. აი შიგ რა წერია, წინა საარჩევნოდ გაცემული იყო, წინა მერის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი იყო, რომელიც ეგრეთ წოდებული მემორანდუმია, ესე ვამბობ. ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში ვიღებთ ვალდებულებას ქალაქის მერია დაგაკმაყოფილოთ 50 კვადრატული მეტრი პარტით. ეს იქნა გაცემული წინა საარჩევნო პერიოდში. იმ ტერიტორიაზე და იმ ადგილას საერთოდ ინვესტიციის განხორციელება წარმოუდგენელი იყო იმ პირობებში. და რა ბარაკებზეა საუბარი, ან და არის თქვათ მაგალითად პროგრამა, ან თქვათ პროექტი, რომელიც დაფინანსდა. ანუ ეს თქვენ ამბობთ საარჩევნოდ დაპირებად გაცემული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნათია დავასრულებ რა. ანუ პროექტი, რომელიც თქვათ განხორციელდა ბათუმში. ვიკითხე რა, რატო განხორციელდა ეს პროექტი, რა მოგვიტანა ამან ჩვენ? არაფერი არ მოგვიტანა, მაგრამ ეს პროექტი ჩვენთან რო არ განხორციელებულიყო, წავიდოდნენ და გააკეთებდნენ თქვათ სხვა ქალაქში. ესე იგი ის პრობლემა რაც მე ამ პროექტთან დამიტოვა აქა, სხვა ქალაქს დაუტოვებდა, ხო? ამიტომ ამ უაზრო პროექტის ნაცვლად ეს თქვე ოჯახაშენებულებო, ეს ბათუმი ბარაკების გარეშე პროგრამა თუ იყო ამის საშუალება, ბატონო გიორგი თამეთანხმე რა. უამრავი თანხა იყო უზარმაზარი. უამრავს ჩამოგითვლი. და უამრავს არა ერთი. უამრავს ერთს გეტყვი, აი ამბანის კოშკში გეტყვი. ბადაღებულ თემაზე გეტყვი. შეიძლება პასუხი. არა, ახლა მე ვიტყვი ახლა, რატო ვამბობ ამას? 64 მილიონი თუ 61 მილიონი იმ პირობებში რო იხარჯება, გიორგი, როცა 700.000 ლარი ჯდება იმ კოშკის მოულა. მწვენია მე უკვე ამ თემაზე. 700.000 ლარის მარჯდება. როგორ აჯდება? მე მისმინეთ ერთი წუთით. მე არ ვსაუბრობ მარტო იმის კომუნალური ხარჯების გადახდას. მე ვსაუბრობ თლიანად ინფრასტრუქტურის მოვლაზე, მე ვსაუბრობ იმის შეღებაზე. ალპინისტები რო აიყვანო მარტო, რომლებმაც ის უნდა დაწმინდონ და წლიურად მოუვარონ. მაგ ხარჯებზე გავდივართ. მე ინვესტორებთან მქონდა შეხვედრა და ვეუბნებოდი, იმ პირობებში, აი წარმოიდგინეთ, ესეთ ტერმინია, მკვდრად შობილი. აი ტექნოლოგიურ საკითხებში ვერ ვიყავი გარკვეული, მაგრამ გავარკვიე, ლიფტი თვითონ ლიფტი, რომელსაც უნდა ემუშავა. ტექნიკური პირობა ჩადებული იყო, აი წარმოიდგინეთ, მკვდრადშობილი მეთქი. ჩვენთან რო ვეძახით აი ამ პერიოდს ჩურუღას, ხო, აი ივლისი-აგვისტოს პერიოდს. აი იმ პერიოდშიც ხარი რო არ იძვრის საერთოდ, ეს ლიფტი ავტომატურ რეჟიმში ადის დაბლა. ესე იგი ესეთ ტერმინია რა, მერთმა დაბლა არ ჩაგიყვანოსო. ვერ ჩამოაღწევ ქვედანაწილად, დღემდეც არ მუშაობს ეს ლიფტი. მერიას ეს შენობა მიღებული არ აქვს. უარესსაც ვიტყვი სასაცილო ჟურნალისტებს რო არ აიტეხათ ამბავი, პრეზენტაცია როდესაც მოხდა, და ასოები აკლდა იმ ლიფტს. თუ გახსოვთ, რა ვიცი, რამოდენიმე გადაცემაში.
კარგი, დიდი მადლობა ბატონ გერგი. საიჯარო ღირებულება წარმოიდგინეთ 64 მილიონიდან თუ 61 მილიონიდან 5% საიჯარო ხირისა რა უწევს აბა დათვალეთ. რომელი ინვესტორი თუ როგორ წარმოგიდგენიათ მუნიციპალიტეტი ესე იგი გააქირავებს იმას, აიყვანს ტურისტს ზემოთ, მუნიციპალური რესტორანი იქნება და მე ჩამოიყვანს ქვემოთ. ამაში რომ ამ შენობის გამოყენება არის შეუძლებელი. მე ვამბობ რომ ამ პროექტის განხორციელება იყო უაზრო. რის ხარჯზე შეიძლებოდა ჩვენ აი ბათუმი ბარაკების გარეშე ვსაუბრობთ. დათვალეთ 2 მილიონ ნახევარზე ვსაუბრობთ ერთ სახლს. კარგი, დიდი ჩვეულებრივი მათემატიკა რამდენი საშენება შეიძლება. თქვათ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება, რომ როცა ბარაკებთან დაკავშირებით გაფორმდა მემორანდუმები და ასევე რომ ვასწროთ იგივე ამბანის კოშკის თემას არის თუ არა ის საერთოდ გამოყენებადი და შესაძლებელია თუ არა მუნიციპალიტეტმა მოახერხოს. დავიწყებ იმით, რომ წინასაარჩევნო დაპირება ცოტა ისეთი იცით ახლა ბათუმში კიდევ ერთხელ მეორე არიან რეალურად ადამიანები, ვინც ამ პროგრამით ისარგება და არც თუ ისე მცირე რიცხვია. შეეხება ამ ფულით კორპუსების შენებლობას, ბატონმა გია მიცის, რომ როდესაც მთავრობა თვითმმართველობას აძლევს თანხას რაღაცა პროექტისთვის, ამ თანხის სხვა პროექტისთვის გამოყენება არ შეიძლება. დაჟადი თემა არის, ხო. ეხლა რა შეეხება იმას, რომ ანბანის კოშკი გამოუყენებელი და ის არის, ბოდიში ვიხდი, მაგრამ ამისთან ტურის ზუსტად ამისთან აღარ ნუ ანბანის ელემენტების გარეშე და სხვა დიზაინის ფორმი მინახავს სხვაგან და მუშაობს ნორმალურად და ტურის ჩვეულებრივი ტურისტული ობიექტია და ის ანბანის კოშკი იქ იყო ძალიან დიდი გეგმის ნაწილი. ხო, ხა ბატონო გია მე ყველაზე ნაკლებად თქვენთან მაქვს ამ ანბანის კოშკთან დაკავშირებით რაღაცა პრეტენზია წელიწად ნახევარი ამას უყურებდნენ როდის დაიშლება ვიღაცის ჯინი. ასე თუ ისე ყოველ შემთხვევაში ანბანის კოშკი ძალიან ბევრმა იცის და იქ და ბათუმის სახით ამოწევს. ადამიანებმა რომლებმაც მაპატიეთ, მაგრამ ადამიანებმა რომლებმაც ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტი მოკლეს ბათუმში. თქვენც იცით და მეც ვიცი, ხო, რას ნიშნავს, როცა ქალაქში დამატებით რამოდენიმე 1000 სტუდენტი ცხოვრობს, დამხელა შემოსავალია ქალაქისთვის ესა, იმას რომ თავიდანვანებოთ, რომ ადამიანები ისწავლიდნენ მიიღებდნენ საერთაშორისო დონის ტექნიკურ განათლებას და ეს საშუალებას მიცემდათ მათ რომ სამსახური ენახათ როგორც საქართველოში ისე ქვეყნის გარეთ. ამაზეა საუბარია? დიახ. ამაზე. ანუ თქვენ სურათებითაც კარგ ბატონ გიორგი მოსული და მე როგორც ვთქვა დოკუმენტაციებით არის. დამთავრებულია გია. პრეზენტაცია რო იყო გია მე. რა სურათებია ეს ბატონ გიორგი ამ ლამაზი შენობის ეს სურათებია რაც არის ახლა. ანუ თქვენ ამბობთ რომ შიდა სამუშაოები არ არის დამთავრებული. თქვენ თუ გახსოვთ მაგ შენობის პრეზენტაცია გახსოვთ? რაზე გაქვთ საუბარი რომ მიხვდეს მაგას? აი ამ შენობაზე მაქვს მე საუბარი. ეს არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა. ეს არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა. და ამბობთ რომ ჯერჯერობით არ არის დამთავრებული. მე მგონი თუ კი ახსოვს ჩვენს თანა ქალაქელებს და მე მგონი მეხსიერება იმდენად არ ღალატობს ყველას მიახლოებით რამდენჯერ იყო არ ვიცი, მაგრამ ერთხელ ყოველ შემთხვევაში პრეზენტაცია მე მახსოვს ტელევიზიითაც იყო და დიდი პომპეზური გახსნაც მოხდა ამ შენობის, ხო? ბატონ გიორგი, თქვენ არ მოგწონთ დღევანდელი ბათუმის სახე, ასე გამოდის. თუ როგორ არის? მე ძალიან რა იცი, როდესაც ხვდები, მოდი აი გულახდილად ვისაუბროთ, როცა საუბარი გვაქვს, ვის რა მოწონს, არ შეიძლება ერთი ადამიანის გუნება განწყობილებაზე გაკეთდეს ყველაფერი ქალაქში. გასაგებია, მუდმივად არის საუბარი ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე, ასევე ამბანის მაგრამ მოდი გეგმასაც ნუ გადავუხოთ მაინც-ამაინც. რა იქნება თქვენს ხედვაში და თქვენს გეგმაში გათვალისწინებული, როგორი ქალაქი იქნება, თქვენი მერობის შემთხვევაში იქნება თუ არა თქვა ტურისტული ობიექტები, ახლები, როგორი აშენდება და რაზე აკეთებთ გათვალისწინებულს. ნათია ჩვენ შეხვედრის დროს ბატონ გიორგისთან ახლა კიდე ერთხელ მე როცა ვსაუბრობ რაღაცაზე ყოველთვის ოპონენტად მომყავს ის მართველი ძალა, რომელიც ხელისუფლების სათავეში იდგა. მოდი აქსიომა ახლა რამდენიც არ უნდა მივიჯელო და რა დებატებიც არ უნდა ჩავატარო. თუმცა გუნდის წარმომადგენელია ბატონი გია, თქვენ ამბობთ რომ ბატონ გიორგის არ განიხილავს. ჩვენ უფრო მეტად კორექტულობას ვიჩენთ ერთმანეთის მიმართ და ამიტომ ვცდილობთ ესე მოვიქცეთ, ამიტომ მე ძალიან ბევრი პროექტია მეთქი, კიდე ერთხელ ამბობ, უზომოდ შეიძლება გაგრძელება ამ თემის მეთქი და ჩვენ გვექნება იმის საშუალება კიდე რომ შევხვდეთ ერთმანეთს და ამ თემებზეც ისე ვისაუბროთ. ანუ 2-3 კაცის მოდი ესე ვთქვათ რა, ესეთ ტერმინი ახირებაზე არ შეიძლება ქალაქი განვითარდეს. წინა შეხვედრის დროს ჩვენ გქონდა საუბარი ქალაქის განვითარების გეგმაზე, ხო? ბატონ მაგიამ მითხრა რომ ესეთ ქალაქის განვითარების გეგმა არსებობს. ესეთი ქალაქის განვითარების გეგმა კომუნისტების პერიოდიდან არ არსებობს. ქალაქის განვითარების იმ ცენტრალური ნაწილის როგორია თქვენი ხედვა ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით? ბატონ გიორგის და რომელზეც ახლა ამაზე მართლა გულახდილად საუბრობ და ზოგჯერ წყინს კიდეც.
ეს არის მთელი დოკუმენტი, რომელიც უნდა კონდეს ქალაქს გლობალურად. ანუ ვინც არ იქნება ხვალ და ზეგ, ეს გია ერმაკოვი იქნება, პეტრე პავლეაშვილი იქნება, თუ ვიღაც არ იქნება 30 მერიც რო შეიცვალოს ქალაქში, ქალაქს ექნება ერთი დოკუმენტი, ქალაქის განვითარების გეგმა იქნება. აქ არ გულისხმობს ეს ის არსებული დოკუმენტი, რომელიც მერიაში ალბათ ამ განვითარების გეგმაში და შევიდეს ისიც, რაც მაყურებელი გვეკითხება, ამ ორი კითხვა პრინციპში ამ თემაზე შემოსული, ახლავე და ბარემ ესეც რომ გაითვალისწინოთ, მაშინ შემდეგ ბატონ გიასაც რომ დაუთმოთ დრო და უპასუხეთ შეკითხვასაც. ბათუმელები შეგვაწუხა სამორინეების ეგრეთ წოდებული კაზინოების რეკლამებმა და ასევე თამბაქოს აგრესიულმა რეკლამებმა, ჩვენი ქალაქი კარგავს თავის პეცს და სიწმინდეს, რას მოიმოქმედებენ მერობის კანდიდატები აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე ერთი კითხვა ისევ სამორინეებს ეხება და თუ გაიტანენ ესე იგი ამ ბიზნეს ქალაქის გარეთ. მოდით პირველი თუ შეიძლება თუ მოდით ძალიან რადგან დაწყებული გქონდათ და შემდეგ უკვე თქვენ არგუმენტები პრინციპში გქონდათ. რაც შეეხება სამორინეებს, რაც შეეხება მშენებლობას, აი როცა ვსაუბრობთ ქალაქის ურბანული განვითარების გეგმა მეთქი ხო როცა ვამბობდი, ქალაქს გააჩნია ამ წუთას აი ზონალური მიწათსარგებლობის გეგმა. რომელიც არის არასრულყოფილი კიდე ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ ეს საშუალება მომეცამაც ყოველ შემთხვევაში იმ 2 თვის განმავლობაში მაგას გავცნობოდი. ანუ ქალაქის ზონებად დაყოფის ამ შემთხვევაში კონკრეტულად ვინაჩვენებლობაზე იყო საუბარი, კოეფიციენტებზე იყო საუბარი, ზუსტად აი ვინც მშენებელია და გათვითცნობიერებული ამ საკითხებში უფრო კარგად გამიგებს. ძირითადად ეს იყო ფასიან ზონებად დაყოფილი ქალაქის ტერიტორია. ქალაქის ურბანული განვითარების გეგმა არ არის მხოლოდ და მხოლოდ არსებული თქვა სახლის სიმაღლეზე გათვლილი. აქ მთელი რიგი კომპლექტია ღონისძიებისა, ენერგოგრადობიდან დაწყებული, ნაპირ სამაგრის სამუშაოებით დამთავრებული, მთლიანად ზოლის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, ქუჩების მოწყობასთან დაკავშირებით, მოწყობას არ გულისხმობ მე ასფალტირებას ქუჩების და კომუნიკაციების შედის თქვენს გეგმაში ბათუმის ბულვარის შესაბამისად მოხდება თუ არა თქვენი მერობის შემთხვევაში ამ საკითხის ისე დააყენება რომ ბათუმის ბულვარი მუნიციპალიტეტს დაუბრუნდეს. აუცილებლად. მე ერთ რამესაც გეტყვით, ბათუმის ბულვარი ესეთი ერთი შეკითხვა მქონდა მოსახლეობისაგან, როდის დავიბრუნებთ ბათუმის ბულვარსო, ისეთ წარმოდგენა მქონდა ვთქვათ მოქალაქეს რომ ბათუმის ბულვარი ვიღაც სხვისი იყო. და ძველი არა მაგას დავამთავრებ ბატონო გიორგი დავამთავრებ თუ შეიძლება რაც შეეხება ბათუმის ბულვარს ბათუმის ბულვარი ყოველთვის იყო ბათუმის საკუთრება ეს არის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია არის თლიანად თავიდან ბოლომდე რეკრეაციული ზონა და მე სხვასაც მინდა შევახსენოთ გაიხსენონ პერიოდი როდის მოხდა ბათუმის ბულვარის გადაცემა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის რისთვის მოხდა ამის გადაცემა რაზეც კიდე ერთხელ ვამბობ არაერთი სხვადასხვა ორგანოებში მაგაზეც საუბარი იყო იქ განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით იმ პროექტებთან დაკავშირებით რომელიც იქ განხორციელდა ამას მივაბავთ ახალი მინისტრო ასევე თქვა რომ მე ამ საკრებულოს არ გადავცემ ბათუმის ბულვარს მოდი ახლა მე ეკონომიკის მინისტრის თქვენი პოზიცია როგორ იქნება თქვენ გამონათქვამზე კომენტარს ვერ გავაკეთებ მე როცა ვამბობდი რომ ქალაქის მერი არაერთ მნიშვნელოვნად არაერთხელ მithქვამს უпростоრად რომ უნდა სარგებლობდეს არა მხოლოდ თავისი გადაწყვეტილებით, უნდა დაეყნოს პირველ რიგში არსებულ ინფორმაციას ან კვლევას, მეორე ეს გადაწყვეტილება მისაღებია საკრებულოსთან ერთად და ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ქალაქის ინტერესებისათვის რაც იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება. მე რაც მახსოვს, ყოველ შემთხვევაში ორჯერ გადაეცა და გადმოეცა უკან ეკონომიკის სამინისტროდან ქალაქის მერიას, ქალაქის მერიიდან ეკონომიკის სამინისტროს. დიდი მადლობა და რატომ მოხდა ეს გადადიოდა? პრინციპში ბატონო დავით ბალაძე მისის რატომ მიიღო? ანუ იმ ნაცვლად რაც დარჩენილია ბათუმში ვერ უვლისო, ბათუმის თვითმმართველობა და ვერ იყო, თქვა ეს საკითხი. ნათია, ერთი შეკითხვა მაქვს, რატომ მიიღო, თქვა ძველმა ხელისუფლებამ, ეს ხო ახალი გადაცემული არ არის? რატომ მიიღო? მე რაც მახსოვს, ყოველ შემთხვევაში კიდე ერთხელ ვამბობ, ძველი ხელისუფლების პირველში ორჯერ მოხდა ბულვარის გადაცემა და დაბრუნება. რატომ მიიღო ეს გადაცემა? ორივეჯერ ამას თავისი მიზეზები ქონდა. განმარტო და შესაძლოა თქვენი პროცესს რომ ახლა ცოტა ხან სიტყვა მე გამგრძელდება რა. დავიწყოთ იმით აქ ბენზეს ბალაკები ახსენა ბატონმა გიამ და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ იმ ბენზეში 2 ცალი კორპუსი დგას დღემდე რა. ეს ერთი რომელიც არა, გათვლილი ზუსტად იმ ხალხისთვის იქიდან 200 მეტრში ბარაკში რო ცხოვრობენ გია რა. ერთი წუთი ახლა მე ცოტა ხანი მინდა არა იყო. ერთი წუთი ძალიან ხოთ მალაბარაკეთ რა. მაგათთვის ხო არ იყო ეს გათვლილი? აბავისთვის იყო. ხო იცი ძალიან კარგად გადასარევად მე რო ვიცი, იმიტომ ვამბობ. ერთი წუთი რა და გეგმა ითვალისწინებდა სწორედ იმას, რომ ის ხალხი იმ ბარაკებიდან უნდა გამოგვეყვანა მაგ კორპუსებში და იმ ბარაკების ადგილზე ახალი კორპუსის მშენებლობა უნდა დაგვეწყოთ და თან არაერთის. ეხლა მე ცოტა ხანს ვილაპარაკებ
კითხეს რაც შეეხება რამდენადაც მე მახსოვს ლაპარაკი იყო შეგვაწუხა თამბაქოს და კაზინოს რეკლამა. მე გეტყვით ესეთ რაღაცას. ამას აქვს ნორმები რეკლამის განთავსებას. და თუ ეს ნორმები იწვევს დისკომფორტს მოსახლეობისთვის, საზოგადოებას შეუძლია მოსთხოვოს ესეთი რაღაც საინიციატივო ჯგუფს ან ნებისმიერ ადამიანს თავისი მოსაზრება გამოთქვას, მერია და საკრებულო ვალდებული იქნებიან ეს გაითვალისწინონ. და შეეხება სათამაშო ბიზნესის გატანას, პირდაპირ გეტყვით, რომ თავის დროზე ძალიან დიდი ხნის წინ, რამოდენიმე წლის წინ ასეთი დადგენილებაც კი აქვს მიღებული ქალაქის საკრებულოს, რომელშიც ზუსტად არის განსაზღვრული აი ეს რაღაც ქალაქის ერთი უბანი, სადაც შეიძლება ასეთი დაწესებულებების განლაგება. ეს ერთი, მეორე, როდესაც კაზინო არის დაუშვათ რაღაც დიდ სასტუმროში, ეს უკვე სხვა თემაა რა. საზოგადოების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი სერიოზული შემოსავლის წყარო ქალაქის ბიუჯეტისთვის. და ეს ფული ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ მე ბარაკები არ იყოს, გზა იყოს მოწესრიგებული, განათება, გაზი, წყალი და საერთოდ ბევრი სოციალური პროექტები და ბევრი კარგი საქმე გაკეთდეს ქალაქში, ამისთვის ყველაფრისთვის საჭიროა რომ ბიუჯეტში გქონდეს ფული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ლაპარაკი არის რეკლამაზე, ამას თავისი განთავსების წესი აქვს და ამ წესის კორეგირება შეიძლება. ორი მხრივ იკითხა, ერთი რეკლამასთან დაკავშირებით, მეორე გამოხატვა რომ შეეხება სამორინეს და სათამაშო, საერთოდ ზოგადად სათამაშო დაწესებულების, ესე ვთქვათ, განლაგებას, ახლა სიმართლე რო გითხრათ, მე არ მესმის, როგორ შეიძლება ამან ალბათ ცოტა სხვა ტიპის დაწესებულებამ, სადაც ხმამაღალი მუსიკა ან რაღაცა შეიძლება ადამიანი შეაწუხოს, ვიდრე სამორინე, მაგრამ აქაც კარგი ხნის წინ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვიყავი იმის ინიციატორი და რაღაც საზღვრები დაგვედგინა და დღესაც ვფიქრობ, რომ ქალაქს გააჩნია ტერიტორია, რომლის ათვისების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ ახლა სასტუმროებიდან ვერ გამოვიტანთ ამას და სხვა რაღაც ობიექტების გატანა ესეთი გაცილებით ჩემი აზრით ლოგიკური იქნება, იმიტომ რომ ესეთი გამოცდილება არსებობს კიდევ ძალიან ბევრ ევროპულ ქალაქში, სადაც საერთოდ დაშვებულია ეს ამართლებს რა. როგორც ლოკალური ტერიტორიის ათვისების თვალსაზრისით, ასევე ეს ამართლებს უსაფრთხოების მიზნით დაუშვათ იმ მიზნით, რომ ბავშვი და მოზარდი ვერ მივიდეს კაზინომდე ან სათამაშო კლუბამდე და ასე შემდეგ. ამას აქვს თავისი мотиваცია და რასაკვირველია ამაზე საუბარი შეიძლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ის დადგენილება, რომელიც მიღებული გვაქვს, იმას უნდა გადავხედოთ და უნდა მოვთხოვოთ მკაცრად იმის შესრულება შესაბამის ორგანოებს. შეიძლება ერთი მაგასთან დაკავშირებით ბატონი გიახსენებდა სათამაშო ბიზნესი არის მთლიანად მოიცავს ეს სათამაშო აპარატები შეიძლება იყო ამ სფეროსთანაც უნდა შეხება სამსახურებრივად და მინდა განმარტება გავაკეთო კაზინოსა და ამ სათამაშო ბიზნესს შორის სწორედ იქ საუბარი იყო არა მხოლოდ კაზინოების გატანაზე საერთოდ საუბარი არ ყოფილა საკრებულო უნივერსიტეტის გადაწყვეტილება მიიღო ეს იყო სათამაშო აპარატებზე საუბარი რომელიც განთავსებული იყო ყოფილი გამსახურდიას მეთქი დღევანდელი გამსახურდიას ყოფილი ლეინის ქუჩაზე და მდებარეობდა ბატონო მაგი გითხარით მე რამაც მოიტანა არ ყოფილა არასდროს საუბარი სამორინეებს და სამორინეებთან დაკავშირებით რაც შეეხება სამორინეებთან დაკავშირებით მე ჩემი შეხედულება მაქვს და გამაჩნია და ამას ალბათ ჯელობის საგნად ჩვენ ყოველ შემთხვევაში იმუნთან ერთად ჯერ განვიხილავთ ამ საკითხს და მე ალბათ საკრებულოზეც დავაყენებ ბათუმი ვერ შეიძლება იქცეს სამორინეების ქალაქად მიუხედავად იმისა რომ ჩვენ პრეტენზია გვაქვს ტურიზმის განვითარებას მე ვამბობ ერთ რამეს ნებისმიერი ტურისტული სფეროს განვითარებას მოყვება ეს მაგრამ აქცენტის აღება იმაზე რომ კიდე არ გინდა ამ მთელი სრული რაოდენობით ბათუმი გახდეს სამორინეების ქალაქი ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებ და გიას ერთ რამეში ვერ დავეთანხმები რომ ხვედრითი წილი ვთქვათ უზარმაზარი იმისა რაც ჩვენ მოგვიტანს საშუალებას რომ ბარაკული ტიპის სახლები ავითვისოთ სხვა პროგრამები გადავწყვიტოთ და კიდე ინფრასტრუქტურული პროექტები ამ მიღებული შემოსავლის ხარჯზე ეს არის ძალიან რა ვიცი უნიშნულო შემოსავალია იმასთან შედარებით რასაც ეს პროექტები მოიცავს ხო და მოდი ვიმსჯელოთ იმაზე თუ კი ეს მოსახლეობას და მე ვთვლი რომ გარკვეულწილად ტურისტულ სფეროს იგივე სასტუმროდ მშენებლობას ეს მოხდება ამაზე აკრძალვის დაწესება შეუძლებელია რაც კანონით დასაშვებია ეს აკრძალული არ არის თუ კანონმდებელი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას მას ჩვენ დავემორჩილებით და აღვასრულებთ ამას მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ქცევა თვითონ აი რო ავიღოთ ჩვენ კურსი იმისაკენ
რომ ქალაქი გახდეს სამეურნეობის ქალაქი, მე ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებ. ეს არის ჩემი მადლობა. შეხედვით. შეიძლება პასუხი გავცე, ჯერ ერთი მე მithქვამს და უკაცრავად. არც არასდროს არ ყოფილა, მიზანი ის რომ ქალაქი ქცეულიყო, რაღაც დავუშვათ. მე ჩემი შეხედულება ვეგასის, რინოს, ატლანტის სიტის ან მაკაოს დავუშვათ. თუმცა გარკვეული შეღავათი მაინც ქონდა ბათუმს სამხრეთ და ახალწლებული ბიზნესი რეგიონში. საღამო მოგახსენეთ და შემიძლია გავიმეოროთ ახლა. სამეურნეობის გამოდანა დიდი სასტუმროდან არალოგიკურია შეუძლებელია. ლაპარაკი სწორედ იყო იმაზე, რომ სხვა სათამაშო, ასე ვთქვათ, ადვილად ხელმისაწვდომი, იგივე სლოტ კლუბი თუ რაღაცა, გარკვეულ ფარგლებში მოგვექცია რა. რაც შეეხება იმას, რომ ამას არ შეუძლია, ბავშვი, დიდი როლი ითამაშოს ქალაქის შემოსავლებში, აქ დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ტურიზმის განვითარებასთან ერთად და იმ დიდი სასტუმროების დამთავრებასთან ერთად, რომლებშიც ზოგში იქნება კაზინო ხო და საკვირველია. ჯერ ყოველ შემთხვევაში არ მინახია ადამიანი, რომელსაც ინვესტორი, რომელსაც არ უნდადეს სამეურნეოს გაკეთება, ხო? სასტუმრო კომპლექსში. არის ბევრი ინვესტორი, რომელიც არის ტრაფიკული გაკეთებისაკენ. ეს სერიოზული თანხაა თლიანობაში. მე აღნიშნე, რომ ის ხვედრითი წილი, რომელიც ამ პრობლემების გადაწყვეტაში გია ჩვენს ხელს შეგვიწყობს, არ არის. ხვედრითი წილი არის საკამათო. ჯერ ესეთ უნდა გავიწყებათ რა, იქ საქართველოს მოქალაქეები მუშაობენ ხელფასღებულობენ. აქედან ესეც სადაო საკითხია. აქედან ნუ ახლა სადაო საკითხია. ესეც სადაო საკითხია. რა არის სადაო? მაგ პრობლემას სხვათა შორის ძალიან კარგად შევისწავლე, გარკვეულწილად მევალებოდა კიდეც, როცა შემოსავლების სამსახურში ვმუშაობდი, იქ უამრავი პრობლემა იყო და სხვათა შორის მომსახურე პერსონალიდან მე ვერ ვნახე იმდენი კრუპიეთი დაწყებული, მოდი ახლა მე ცოტა ისეთ ტერმინოლოგიით საუბრობ, და მომსახურებით არ ვსარგებლობ, მაგრამ კრუპიეთი დაწყებული საქართველოს მოქალაქე ძალიან ცოტა ხვედრით წილი იყო, ბატონოგია იქ. ძირითადად მაინც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან, ისევე როგორც მომხმარებელი 90%. თავიდან გაცხადდა მის შესახებ ბატონოგიო, რომ ამაზე იყო ორიენტირი გაკეთებული, რომ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ესარგებლოთ, არამედ შემოსული იყო თქვათ უცხოეთიდან მოქალაქეები, რომლებიც იყვნენ დაინტერესებული ამ სათამაშო ბიზნესით და ამ მაგას გეუბნებით, ნათია, როგორც მომსახურე პერსონალი უმეტეს შემთხვევაში აი მე კრუპიე ვახსენე, ესენი არიან ადამიანები, ახლა ზუსტი მაგათი დანიშნულება ახლა დეტალურად რო ჩამოვყვე, ნამდვილად ვერ ჩავყვები, მაგრამ ვამბობ, ეს არის ის პერსონალი, რომელიც ემსახურება იმ მოთამაშეს, ხო? ხვედრითი წილი ამ პერსონალისა, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. დამეთანხმე თამაში და პლუს ამას, ვინც მონაწილეობს თვითონ აი კაზინოთი, ვინც არის გართული და დაკავებული, 80% არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართველები, მაინც ამ მომსახურებით ძირითადად არ სარგებლობენ. ამიტომ ტურიზმის განვითარებას ეს გარკვეულ ეტაპზე ასაკვირველია, ესეთი პერსონალი იქნებოდა ძირითადად უცხოელი, იმიტომ რომ საკუთარი ჩვენ ადგილობრივ პერსონალს გარკვეული ტრენინგი ჭირდებოდა, ამას დავანებოთ თავი. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ვერ მივცემთ ჩვენ თავს ვერაცერთი წყაროს დაკარგვის ან დაკნინების საშუალება, საიდანაც შეიძლება მივიღოთ შემოსავალი. კანონის ფარგლებში დასაკვირველია და აბსოლუტურად საბავშვო ბაღის აშენებაზე ვიზრუნოთ, იქ დასაქმებაზე. საბავშვო ბაღის აშენებაზე რომ უნდა ვიზრუნოთ და სამი პროექტი რო დავტოვეთ წელიწადნახევრის წინ და ერთი ბაღის დაწყებული დამთავრდა. 4 ბაღი მაგ დაწყებული ჩემს ხელში დაიწყო. აი მე გეუბნებით რომ 4 ბაღი. ხო, აი გეუბნებით რომ ამას ყველაფერს ჭირდება ფული. თქვენ ეს ჩემზე უკეთესად იცით, იმიტომ რომ კარგად იცნობთ ფისკალურ სისტემას და პროფესიონალი ხართ, ხო? ყველა გზებით, კანონიერი გზებით შემოსავალი ქალაქის უნდა გაიზარდოს. საკუთარი შემოსავალი. აქ არ არის გია უფრო შემოსავალი საუბარი, აქ არის საუბარი ხვედრით. არც მithქვამს რომ ხვედრით გია, ახლა გადასარევად ვიცი რა და შემიძლია პირდაპირ გითხრა, რომ სოციალურ პროგრამების მაგალითად ერთი სასტუმროს ბათუმის ბიუჯეტში გადახდილი ფული ჯანდაცვის პროგრამების დღევანდელ თანხას მთლიანად გადაფარავს. ხო, მაგ სოციალურზე მე ერთი შეკითხვა მექნება. კი ბატონო, სიამოვნებით. რამდენიც გნებავთ. ამიტომ ვიძახი მე რომ ვერცებთ ჩვენს წყაროს ქალაქი უალს ვერ იტყვის. ეს ერთი მხარეა. მეორე მხარეა რომ აქ ნამდვილად ასაკვირველია უნდა იყოს გარკვეული სტანდარტები დაცული. და ამ სტანდარტების დაცვა არის სწორედ მათ შორის მერიის და თვითმმართველობის. გასაგებია ეს უკვე აღინიშნა ბატონ გიორგი. მცირე ბიზნესის ახალისებასთან დაკავშირებით აპირებთ თუ არა ვთქვათ ნაბიჯების გადადგმას და როგორ მოკლედ რომ ვთქვათ შემდეგ უკვე რამდენიმე წუთი დაგეთმობათ ბოლოს სიტყვისთვის და დავასრულოთ. სანამ ამ თემაზე ვიტყოდი, აი მოკლედ ვიტყვი მცირე ბიზნეს, მცირე და საშუალო ბიზნესზე და არაჩვეულებრივი პროექტია სხვათა შორის. პრემიერ-მინისტრმა დაანონსა ეს პროექტი და განვითარდება ეს პროგრამა, ამას ქვია აწარმოეს საქართველოში. ძალიან კარგი პროექტია.
რომელიც უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს ისარგებლოს ამ პროექტით და რა შემდგომარეობს. როგორც თქვენ როგორ შეუწყობთ ამას კრედიტის გამოტანის შემთხვევაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას 2 წლის განმავლობაში კრედიტზე მიღებული დარიცხული პროცენტი გადაიხადოს. ანუ რას ნიშნავს? გამოგვაქვს თქვენ ბანკიდან სიტყვაზე 1000 ლარი, ხო 1000 ლარს გააჩნია რაღაც საკრედიტო პროცენტი. ამ პროცენტს სახელმწიფო მეწარმეს უქმნის საშუალებას მთლიანად დაუფაროს. იქნება ანალოგიური პროექტი ექნება ქალაქის მერიას. იმაზე უფრო კიდე რამოდენიმე სხვა პროექტიც იქნება, რომელიც იქნება არა, აი ზუსტად აწარმოე საქართველოში როცა იყო საუბარი ამ პროექტზე და ეს ახალ დაანონსებული პროექტია, ჯერ ერთი ეს პროექტი მთლიანად შეეხება ყველას, ეს შეეხება ბათუმსაც, თბილისსაც, გორსაც, რუსთავსაც, თელავსაც, როცა ამაზეა საუბარი და ამით სარგებლობის საშუალება იქნება ყველას. რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანია, ეს იქნება კიდე ერთხელ ვამბობ წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ მცირე ბიზნესმა და საშუალო ბიზნესმა ისარგებლოს ამ პროექტით. ახლა მეორე საკითხიც მინდოდა მე თქვა და აი სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით და შემოსავლებთან დაკავშირებით საუბრობდით. ბატონო გია, თქვენთვის ცნობილი თუ არა 2008 წელს ჩვენ რა ქონდა საპარლამენტო საპრეზიდენტო არჩევნები იყო. საპარლამენტო არჩევნები იყო, ხო, თუ არ ვცდები? იყო მახსოვს, რომელი არჩევნები? ომის მეც მახსოვს ძალიან კარგად ომი რო იყო 2008 წელს. სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა ხო სჭირდება მერიას, რომ იცოდეს თქვა რა პრობლემები არსებობს სოციალური და ეკონომიური თქვა იგივე სოციალური კუთხით, იგივე ჯანდაცვის კუთხით ქალაქში, რათა შემდგომში მოხდეს შემუშავება პროექტების თქვა იგივე სოციალურ, იგივე ჯანდაცვის კუთხით, ხო ეს ორივე ძალიან კარგად გვესმის და სხვათა შორის მე მადლობელი ვარ, როცა საკრებულოს წევრი იყო ბატონი გია და მე ქალაქის მერის მოვალეობას ვასრულებდი ჯანდაცვის და სოციალურ პროექტებზე თანამშრომლობდით კარგად სხვათა შორის და ძალიან კარგი იდეებიც გქონდა და ამ იდეებსაც ვახორციელებდით და ერთად ვაკეთებდით ამას, ხო? მაგრამ თუ გახსოვთ გია თქვენ ესეთი პროექტი, როდესაც 2008 წელს ქალაქის მერიამ უბრალოდ საკრებულო მიიღო დადგენილება ქალაქში არსებული სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, გამატებით სოციალური სააგენტოსათვის გამოიყო აი ვთქვათ, დამატებითი რესურსი, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, ვთქვათ, ადამიანური რესურსისა 900 რაღაცა რაოდენობის კაცია, მე თუ არ ვცდები, 980 ადამიანი იქნა გამოყოფილი ამისათვის, ეს არის სოციალურ-ეკონომიკური კვლევა 2008 წლის 15 აპრილის საკრებულოს დადგენილებით. სამი თვის გეტყვით ახლა ის ტიპა მინდა 600,000 ლარი იქნა გამოყოფილი ბიუჯეტიდან, ანუ დამატებითი კვლევისათვის, იმისთვის რომ შეგვესწავლა ჩვენ რა პრობლემები არსებობდა სოციალურ და ჯანდაცვის კუთხით საზოგადოებაში. ამისთვის გადახდილი იქნა მერიდან 600,000 ლარი დამატებით, როცა სოციალურ სააგენტოს მუშაკები არსებობდნენ. და მივიღეთ შედეგი. შეისწავლა ესე იგი ამ ჯგუფმა, ასე ვთქვათ, 3 თვის განმავლობაში უნდა წარმოედგინა 40,000 ანკეტა შესწავლის. წარმოადგენილი იქნა მერიაში მხოლოდ 1000. და ეხლა კარგად უყურეთ. 2008 წლის შედეგები უნდა შეესწავლა 40,000 ანკეტით. მოხდა 1000 ანკეტით შესწავლა. და ეს ანკეტები უნდა ნახოთ, როგორია შვილი მყავს, პატიმარი და გთხოვთ დამეხმაროთ და ასე შემდეგ. და შედეგი მივიღეთ რა? შეისწავლა ქალაქის მერიამ არსებული პრობლემები 2008 წელს და 2008 წელს როცა ჯანდაცვის და სოციალურის ბიუჯეტი იყო 3,46,000 ლარი 2008 წელს. შეისწავლეს და ისე გამოგვისწორდა მდგომარეობა, რომ 3 მილიონიდან 1,782,000-მდე შევამცირეთ 2009 წელს ბიუჯეტი. კარგით, ბატონო გიორგი, უპასუხეთ თუ შეიძლება თქვენ ამ ესე ვთქვათ, კითხვას და მოსაზრებასაც, ესე დავურქვათ, რატომ ვთქვათ, აქ საუბარია 40,000-ზე, რადგან ბატონო გიორგი საუბრობს, რომ უნდა ყოფილიყო 40,000 ანკეტა და რატომ დაიდო ვთქვათ 1000 და რაში დაიჭხარჯა მაშინ ამდენი თანხა და რა პასუხი გაქვთ თქვენ დღეს ამ საკითხზე? ეს იყო მერის ინიციატივა, ესენი ითხოვდნენ ამ თანხას იმისათვის, რომ ქალაქში ჩაატარებიან ზოგადად გამოკვლევა, თლიანი ქალაქის გამოკითხვა ჩაატარეს. წარმოადგინეს შესაბამისი გამოკითხვის შედეგები, მახსოვს ცხილის სახით იყო დალაგებული პრობლემატიკა, კრიტერიუმები გარკვეული საზოგადოებრივ ვინ და რა საზოგადოებრივ ჯგუფებთან იყო მუშაობა ჩატარებული და პლუს ამას იქ იყო პრიორიტეტების მიხედვით გაკეთებული, რას თვლიდა ქალაქის საზოგადოებრივობა ყველაზე დიდ პრობლემად. რაც შეეხება იმას, რომ დაუშვათ
რატომ 40.000 ნაცვლად 1000 რატომ მივიღე და რა სურათი მე არ ვიცი რატო იყო შესაბამისად რა სურათი კიდევ ერთხელ გემეორე მე ვიყავი საკრებულოს წევრი შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე ეს იყო მერიის ინიციატივა და ჩატარდა ეს გამოკითხვა და მივიღეთ კონკრეტული შედეგები რაც შეეხება იმას რომ 2009 წელს ბიუჯეტი შემცირდა თავს უფლებას მივცემ უბრალოდ გაგახსენოთ რომ 2009 წელს მართლაც შემცირდა ძალიან ბევრი მიმართულებით ხარჯები, იმიტომ რომ სამწუხაროდ 2008 წლის ზაფხულში განხორციელებულმა სამხედრო თავდასხმამ ჩვენ ქვეყანაზე ძალიან ბევრი ეკონომიკური პრობლემაც გამოიწვია, მათი ნაწილი სამწუხაროდ დღემდე არის გადაუწყვეტელი რა. ამიტომ ამაში ვერ ხედავ ვერანაირ და კომენტარი მეც მაგასთან დაკავშირებით, აგერ ხელში მიჭირავს ზუსტად შემცირებული ბიუჯეტიც, მე ესეთი კვლევის დოკუმენტით ხარ დღეს გემოსული. არა, ესეთი კვლევის შედეგებია, აგერ აი გვარია მითითებული, მე ასე იწყებოდა საარჩევნო უბანი ნომერი 62. და აქ არის ანკეტები მოცემული, კიდევ ერთხელ თქვი, კვლევის შედეგად უნდა დადებულიყო 40.000 ცალი ანკეტა, რომელიც ასახავდა ეგრეთ წოდებულ პრობლემებს, რომელსაც ის გუნდი უსახავდა, მაგრამ იმ პრობლემებში მე ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით არც ერთი პრობლემა ვერ ვნახე. გარდა იმისა, ეს ადამიანი არჩევნებზე ვერ მოვა უნდა მივიდეთ, ვარ ქვრივი, აქ წერია მე, მეუღლე პატიმარი აქვს, ხომ დაგვეხმაროთ. თქვენ ორთვის გამოჩით აკავებული ხართ პრინციპში ამ საკითხების შესწავლით. როდესაც ოპონენტი გეუბნება, ეს საკითხები გინდა თუ არ გინდა, ხვდება, როდესაც მაინტერესებს ბიუჯეტის საკითხები, როდესაც მაინტერესებს გადანაწილება, იგივე ჯანდაცვაში მოადგილე როცა ვიყავი, ხო? მართლა მაინტერესებს ეს პროგრამები რა შეიძლება გავაკეთოთ და დამეთანხმება ბატონი გია რომ თავსატეხი გქონდა და ერთადაც ვშველობდით იმ პრობლემებზე, რა შეიძლება განხორციელებულიყო, ხო? ანუ პრობლემა რა გვაქვს მაგალითად ქალაქში, რა არის ყველაზე პრობლემატური ჯანდაცვის, რა არის პრობლემატური სოციალური კუთხით. დავიწყეთ ახლა აი უბრალო მაგალითს მოგიყვანთ, აი ადამიანებს საუბრობთ. მიზანმართული ეს პროგრამები თქვათ იყო თუ არა გათვლილი და კონკრეტულად გაწერილი. რაზეც ახლა ბატონი გია საუბრობს, თუ თქვათ იყო მაინც ქაოტურად ვიღებული გადაწყვეტილება, ან ქაოტურად ნაკლებად ერთი წუთი ხა ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები არსებობს ნაწილი პროგრამების მაგალითად მე რატო შეგახსენეთ არჩევნები გია და მაგალითს მოგიყვანთ არსებობს პროგრამა, რომელიც აუცილებელია. ეს არის მაგალითად უფასო სასადილო, ასე ვთქვათ. არსებობს პროგრამები, რომლებიც არის საზოგადოებიდან მოსული ინიციატივის ხარ მარტივ რაღაცას გაკეთება. ჯანდაცვის სფეროში მაგალითად პროგრამა, რომელსაც ონკოჰემატოლოგიური დაავადებით დაავადებულ ბავშვების ტრანსპორტირებას თანხას ჩვენ ვუფარავთ მშობლებს თანხას, რა, იმიტომ რომ ეს ბავშვები არიან უმძიმესი დაავადებით დაავადებული და დადიან ყოველ თვეში ერთხელ თბილისში შესაბამის განყოფილებაში. მოხდა როგორ იცით, ძალიან მარტივად მოვიდა ადამიანი და მითხრა რომ ასეთი პრობლემა გვაქვს და ვერ ვახერხებთ ამ ბავშვების დარღვევას. და ძალიან მარტივად გავაკეთეთ პროგრამა, დავრეკეთ იაშვილის კლინიკის შესაბამის განყოფილებაში, მოვითხოვეთ რომ ეგრე მოგვაწოდოთ და ძალიან სწრაფად მოგვაწოდეს რამდენი ბავშვი დადის ბათუმიდან გაკეთდა პროგრამა რა, ანუ ესეთი რაღაცები ეს ყოველთვის კეთდება. ჯერ ესეთი ჯანდაცვის სამსახური მერიის არის მუდმივ კონტაქტში, ხო? იმ ადამიანებთან, ვინც სარგებლობს ამ პროგრამებით. ზოგადად არის საზოგადოებასთან შეხვედრები, კიდევ ერთხელ მე არის პროგრამები, რომელიც ვალდებული ხარ გააკეთო. არის ყველა მასში არის რა ეს აბსოლუტურად ყველა თვითმმართველობაში. არის პროგრამები, რომლებიც იყო ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლების იდეა, ძალიან ბევრი მათ შორის შესანიშნავი პროგრამა არის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. ანუ მოგითხათ რომ სადღაც ერთი წყაროდან მოდის მეთქი იდეები, მასე არ არის. რაც შეეხება ახლა ქაოტურს, ქაოტური ამაში ნამდვილად არაფერი არ ყოფილა. რაც შეეხება იმ კონკრეტულ პროგრამას, მე პირდაპირ გეტყვით რომ მიზანი იყო ქალაქის გამოკითხვა. ესეთი мотиваცია ჰქონდა მერიას. და შედეგად უნდა დადებულიყო ბატონო გია ბოდის გიხდით, მაგრამ არა ანკეტების პაჩკა, არამედ ანალიზი. ანალიზის შედეგი და მე რამდენადაც მახსოვს საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი იქნა მეთქი გეუბნებით ცხრილი სახით გაკეთებული დოკუმენტია. მე აგერა თუ გია ბატონო გააქვთ არ გააქვთ ნახი ერთ-ერთი კარგი მოდი ეს უკვე ერთ-ერთი მაგალითად ბატონო გია ძალიან გაგვიგრძელდა ეთერი პრეზიდენტი ძალიან ბევრი საკითხი დავჭერთ ჩვენ ქალაქის განვითარების გეგმაში პრიორიტეტებზე საუბარი ცალგია და
და შედარება თქვენ პრიორიტეტებს ჩვენ გადასარევად გქონდა არ კანონით კანონი რასაც ითხოვს ყველა ქალაქ დაგეგმარებითი და აღშენებლობითი დოკუმენტი გვაქვს და თქვენ ბატონო კი ქალაქის ურბანული საკუთარი ინიციატივა გაქვთ რომელიც კი ბატონო შეიძლება საკამათოა ახირება კი არა გვაქვს ზუსტად ის ინიციატივა გვაქვს რომ ხვალდაზე კიდევ ერთი კაცის შუაზე და ორი კაცის შუაზე არ განვითარდეს ქალაქი, რასაც განვითარება შეიძლება არ ერქვას და რეგრესი შეიძლება ერქვას და ქალაქი იმისთვის არის ქალაქი, რომ მე უნდა მკითხო ბათუმელს, თქვენ უნდა კითხოთ, ნათიას უნდა კითხონ და არა ერთი ადამიანის ახირებას მე ვამბობ, რასაც გავაკეთებ მეთქი. ქალაქს ექნება თავის განვითარების გეგმა და თქვენ იქნებით დამოუკიდებელი მერები, მინდა კითხოთ, თუ იქნებით დამოუკიდებელი მერები, ბათუმელები ირჩევენ ქალაქის მერს, ერთ მნიშვნელოვნად. გადაწყვეტილებებში იქნებით დამოუკიდებელი, თქვენ გააქვთ პრეტენზიები, თქვათ, წინა რა ვთქვი, მანამდე რომ თვითმმართველობასთან შესაბამისად ვარ ყოველთვის პრინციპული. გაითვალისწინებთ თუ არა, პრინციპული. მხოლოდ თქვენ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღო ყველა გადაწყვეტილება. ღმერთი არ გაპატიებს და ქალაქი ამას არ შეიძლება. მაშინ როცა 9 პარტიით დაკომპლექტებული, ესე ვთქვათ, საკრებულო ეყოლება ბათუმს, მე ჩემი ამბავი არ ინტერესებს, მე ვიქნებ თუ რა დამოკიდებული. აუცილებლად მაინტერესებს და გავაერთიანოთ, მაგრამ ეს კითხვაც რახან დრო იწურება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დრო როცა დადგება, ვთქვათ, მე რა გახდომის შემთხვევაში თქვენ როგორ მიგაჩნიათ ამდენად ჭრელ, ვთქვათ, საკრებულოსთან მუშაობა, იქნება თუ არა მარტივი, ვთქვათ, გადაწყვეტილების და თქვენი ინიციატივის გატანა. მე გეტყვით. ამასთან რომ გიპასუხოთ, როგორი მერი იქნება გიორგი დიასამიძე გამარჯვების შემთხვევაში. ბატონო კია დამებს რომ მერტი და ქალაქი ამას არ გაპატიებსო და ამაში მას აბსოლუტურად ვეთანხმებ. შეეხება ამას როგორი მერი იქნება გიორგი დიასამიძე იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ძალიან მონდომებული მერი. იმისთვის რომ ქალაქი უკეთესი გქონდეს. ხა რა შეეხება საკრებულოს აქ ძალიან დიდი სინანულით მინდა აღნიშნო, რომ იმან რაც მოხდა პირველ ტურში სამწუხაროდ გამიცროა იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური მონოპოლია დაინგრეოდა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ. და იმის ფონზე, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ მოხდა მშვიდობიანად არჩევნების გზით გადაცემა ძალაუფლების მოხდა 2012 წლის ოქტომბერში ბატონო. იმას როცა ამ ქვეყანაში მოხდა კიდე ერთი პრეცედენტი, რომ ხელისუფლებიდან წასული პოლიტიკური პარტია არ დაინგრა და ოპოზიციაში არის და 5% ამ სტუდიაში მკითხეთ გახსოვთ? რამდენს აიღებთო და მეკითხარით 5%-ს მეთქი, ხო? აი ამაზე ვლაპარაკობთ, რა ვლაპარაკობთ? 5% ძალოდებით ბატონო. ნახოთ, არ ვიცი, მე პირდაპირ გეუბნებით, რომ აბსოლუტურად ერთ-ერთი რაც გვინდა არის არჩევნები, რომლებიც ჩატარდება მაპატიეთ ამას თქვენთან არავითარი კავშირი არ ბატონო, წესიერად. და ჩვენ მოვიგებთ. კარგით. და გეკნებათ პრინციპში 2 წუთი თითოეულს იმისთვის რომ მიმართოთ ამ მორჩეულზე და დავსრულოთ გადაცემა. თუმცა ბატონო, მოკლედ ამასთანავე თქვენ როგორი თანამშრომლებთ, ესე ვთქვათ, ჭრელ საკრებულოსთან გამარჯვების. ეგ უნდა მეთქვა რა, აუცილებლად რომ ძალიან საინტერესო იქნება ასეთი ურთიერთობა, იმიტომ რომ ამის გამოცდილება ყველას ნაკლებად გვაქვს, მაგრამ ერთი რამ არის, ხო გითხარით წაღანო, დაანგრეულიყო მეთქი ეს მონოპოლია კარგი იქნება და მიუხედავად ამისა ნებისმიერ მმართველ გუნდს მრავალპარტიულ საკრებულოში ძალიან გაუჭირდება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების გატარება და ასეთ შემთხვევაში მართლა მინდა ვთქვა, რომ თუ მერიც იქნება დაუშვათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ეს მნიშვნელოვნად უფრო გამჭვირვალეს გახდის თვითმმართველობის მუშაობას და უფრო მომგებიანი იქნება ქალაქი. პრინციპში თქვენ მიმართვის დროს მე მგონი გამოიყენეთ იქ დაასრულოთ მაშინ და მე ბატონი გიორგი დაამთავრებს სათქმელს. გამოიყენეთ დანარჩენი დრო მიმართვისთვის. ამჩეულს რომ მიმართოთ. ზეამოვნებით დღეს არის დღე, როდესაც პრინციპში მაქვს საშუალება რომ ჩემ ქალაქს მიმართო და ვთქვა ძალიან მარტივად და ძალიან მოკლედ ის რომ აბსოლუტურად ხვდები რამხელა პასუხისმგებლობის აღებას ვაპირებ ჩემი ქალაქის წინაშე. მინდა ვთქვა ისიც რომ ჩემი პროფესიის ადამიანისთვის პასუხისმგებლობა ახალი ხილი არ არის. ამიტომ მაქვს თხოვნა ბათუმელებთან, ჩემს მეგობრებთან, ჩემს თანაქალაქელებთან, ყველასთან აბსოლუტურად პირველ რიგში უნდა მობრძანდეთ არჩევნებზე და მეორე თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, ეს იქნება თქვენი არჩევანი და ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მე ვამბობ რომ თქვენ გეყოლებათ მერი, რომელიც იქნება ამ ქალაქის ერთგული მსახური, ისე როგორც აქამდე
გამიკეთებია ჩემი საქმე, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბატონ გიორგი, თქვენ როგორი მე იქნებ და რას ეთქვით დღეს ამ ბრძოლას, რამდენიმე დღე რჩება არჩევნებამდე. რამდენიმე დღე რჩება არჩევნებამდე, ჩვენ ვემზადებით. მე კიდე ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჯერა რომ პირველ რიგში მადლობა მინდა მოუხადო ჩემს ბათუმელებს, ჩემს სამომრჩევლებს, ვინც მხარი დამეჭირა, არა აქვს მნიშვნელობა. ყველას მინდა მივესალმო, ყველას მინდა მოუწოდო, რომ აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე. გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ და მჯერა ამისა, იმიტომ რომ არის ბევრი რაღაც, რაც ამის წინაპირობად ჩაითვლება და რაც თავარია, აუმჩევლს თხოვ ჩემს მხარდამჭერებს აუცილებლად არ დაიზარონ, მოვიდნენ საარჩევნო ურნებთან, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, რასაც მე ვარ დარწმუნებული, რომ ბათუმელები ძალიან მცენი და ჭკვიანი ხალხი ვართ და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მათ შორის მეც და ქალაქს ეყოლება ქალაქის მიერ არჩეული მერი. დიდი მადლობა, პრინციპში რომელიც იქნება ყოველთვის ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ იქნება დაკავშირებული ჩვენი მოქალაქეების ინტერესებთან. ხიმილი რაღაცნაირად თუ არ გავხალესტით იმართვის დროს არის ხოლმე ეს. იმართვის დროს მე ყოველთვის ვიღიმები ხოლმე. ვცდილობ რომ სასიაულო, იმიტომ რომ საუმავლო თემად დავტოვოთ ახლა ვამთავრებთ და აყურებლებიც. მადლობა, ოღონდ მე უნდა ჩამოგართოთ ერთი პირობა ჩვენს ეთერში. გამარჯვების შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რომელი გაიმარჯვებს. იქნებით თუ არა, თქვათ და დადებთ თუ არა პირობას ჩვენს ეთერში, რომ იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმრები პირველად. აუცილებლად დათია მერის რანგში გესტუმრებით. პირველად. პირველად. მე არ გულისხმობ რომ შემდეგ თქვათ. პირველად იქნებით გადაცემა დეტალების სტუმრები. კი ბატონო. და ჩვენ არ გვექნება თქვათ შემდეგი პრობლემები მასთან დაკავშირებით. გვექნება უფრო დეტალურად ალბათ იმაზე საუბარი, როგორ განვითარდება პროცესები და რა იქნება და რა უფრო გასაკეთებელი იქნება, იმიტომ რომ ქალაქს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვილი წლობით, რა ვიცი, აქ უკვე ღიმილის საფუძველი არ არის, უფრო იმაზეა ფიქრი, როგორ განვითარდება ეს მოვლენების შემდეგ და 24 საათიანი მუხჭაუხლელი შრომა იქნება საჭირო. კარგი, დიდი მადლობა. ამ პრობლემებზე გადასაწყვეტად. ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი და ასევე 16 ივლისი. 16 ივლისს იქნება ჩვენი სტუმარი. გამარჯვების შემთხვევაში პირობა დადებულია პრინციპში გელოდებით ჩვენ სტუდიაში ნახოთ როგორ გააკეთებს არჩევანს და ვიზე შეეჩერებს არჩევანს ბათუმელები. ჩვენ უკვე რომელ რიცხვში გვირდებით, ბატონო გიორგი? 16-ია თქვენი გადაცემა, ხო? 16-ია ჩვენი გადაცემა. ესე დიპლომატიური პასუხია 16-ში მოვალო, მაგრამ რა სტატუსით არ ვიციო. რა იქნება შედეგები, მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. კარგად ზონდობთ.